გამარჯობა, ეს არის ცოდნის მოყვარე პოდკასტი, დაგიბრუნდით დღეს. ესეთი ძალიან სასურველი სტუმრით, ჩემთვის და თქვენთვის. დღეს ჩემი სტუმარია ნათია ფანჯიკიძე. დიდი ხანი ელოდით მას, ვიცი, როგორც მე ველოდი ძალიან დიდ ხანს და მოგესალმებით. ძალიან მიხარია თქვენი გაცნობა. მიხარია, რომ დიდი მადლობა. და რომ მაქვს შესაძლებლობა რომ ვისაუბროთ ძალიან მნიშვნელოვან თემაზე. და სანამ საუბარს დავიწყებთ, გეტყვით, რომ ამ ეპიზოდის სპონსორი არის PSP და დიდი მადლობა მათ, რომ მომცეს ესეთი საშუალება. მინდა გაგაცნოთ ძალიან საინტერესო საკვები დანამატი. ეს არის მენტალი ორთომოლი, ასეთი სახელწოდებით, რომელიც არის გერმანული ბრენდის ორთომოლის პროდუქტი. ეს ბრენდი თვითონ გერმანული ბრენდი 30 წელზე მეტი აწარმოებს საკვებ დანამატებს, თანაც ინოვაციური ორთომოლეკულური მედიცინის პრინციპებით საფუძველზე. ორთომოლეკული მედიცინის შესახებ ორ სიტყვას გეტყვით, იმიტომ რომ ძალიან ისეთი მაღალტექნოლოგიური მიმართულებაა. ორთომოლეკულები, ანუ ვიტამინები, მინერალები, მიკრო და მაკროელემენტები, შეუცვლელი ცხიმოვანი ჟავები, პრობიოტიკები და პრებიოტიკები, ეს შემავალი კომპონენტებია, რომლებიც ოპტიმალური მიწოდება ხდება ორგანიზმისთვის, რათა მოლეკულურ დონეზე, უჯრედის დონეზე აღადგინოს ბალანსი, ესე ვთქვათ, და აქვს ძალიან ბევრი დადებითი თვისება და უნარი. ორთომოლ მენტალში უშუალოდ ამ საკვებ დანამატში შედის ვიტამინები C, E, A, სელენი თუთია, ვიტამინი D, L-კარტინი, კოენზიმ Q10, B ჯგუფის ვიტამინები, მაგნიუმი, ომეგა-3 და კიდევ სხვა ძალიან სასარგებლო კომპონენტები, რომელიც ჩამონათვალსაც თქვენ აუცილებლად იხილავთ თანდართულ ლინკში, რომელსაც ნახავთ აღწერაში და გაიცანით მას უკეთესად. თვითონ მე წაგეკითხავთ ასევე რა დადებითი თვისებები აქვს ამ საკვებ დანამატს, რომელიც ასტიმულირებს თავის ტვინის ნორმალურ ფუნქციონირებას, აუმჯობესებს კონცენტრაციის და მეხსიერების ფუნქციებს, ინარჩუნებს ნეიროტრანსმიტულ ენერგობალანსს, გამოიყენება ესე იგი ზრდის მდგრადობას ფიზიკური და ემოციური სტრესის მიმართ, არეგულირებს პერიფერიულ და ცენტრალურ სისხლის მიმოქცევას და მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ცხოვრების ხარისხს, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერზე დაყრდნობით, რაც ახლა დღეს ძალიან მნიშვნელოვანია. მე მინდა გაგახაროთ და გითხრათ, რომ ამ საკვები დანამატი თქვენ შეძლებთ რომ შეიძინოთ PSP-ში 50%-იანი ფასდაკლებით, სპეციალურად თქვენთვის არის პრომოკოდი, რომელსაც ახლა თქვენ ხედავთ ეკრანზე და ასევე აუცილებლად იქნება ვიდეოს აღწერაში არის და შეგიძლიათ აქედან აიღოთ, შეიძინოთ ონლაინ PSP-ს ვებგვერდზე, ამის ლინკსაც ნახავთ აღწერაში. ან უშუალოდ მიხვიდეთ აფთიაქებში და იქ წარადგინოთ პრომოკოდი და მიიღოთ ფასდაკლება. ფასდაკლება იმოქმედებს 9 თებერვლიდან, უბრალოდ 5 თებერვლიდან 9 თებერვლის ჩათვლით და აუცილებლად გამოიყენოთ ეს შანსი, გირჩევთ. დავიწყოთ საუბარი, დღეს ჩვენ საუბრობთ ემოციურ ინტელექტზე. რაღაცნაირად ბევრი განხილვა ყოფილა ამ ემოციური ინტელექტის, მეც ბევრ რამეს ვუყურე, მაგრამ ყველანაირი შესავლის გარეშე, იმიტომ რომ დღეს თქვენ ჩემი სტუმარი ხართ, მინდა რომ პირდაპირ გადმოვიდე კითხვით, რა არის ემოციური ინტელექტი? რას ვეძახით? ემოციური ინტელექტი გახდა ძალიან პოპულარული, ასე ცალკე გამოყოფილი ბოლო დროს, იმიტომ რომ ადამიანები თავის ადამიანურობას, რა თქმა უნდა, ემოციას უკავშირებენ, შესაბამისად ეს სიტყვა მათთვის უფრო ინტერესის მონგრელად გამოიყურება, ვიდრე კოგნიტური ინტელექტი მაგალითად და ასე შემდეგ. IQ ხო კოგნიტური კოეფიციენტი და შესაძლებლობა და პრინციპში გასაგები არის ეს, იმიტომ რომ ჩვენ ცხოვრებას კი არ ვაანალიზებთ მხოლოდ, არამედ შევიგრძნობთ. როგორც შევიგრძნობთ, ისე ვაანალიზებთ. რეალურად ემოციური ინტელექტს უფრო სამედიცინო, ნეირომეცნიერული კუთხით ემოციური კოეფიციენტი ეწოდება და რეალურად ის განსაზღვრელი არის, აღნიშნელი არის ემოციური ჯანმრთელობის. როგორ ვარეგულირებთ ჩვენს ემოციას, როგორ ადეკვატურია, როგორ პროპორციულია ის რაიმე მოვლენებისა, როგორ შეგვიძლია ჩვენ მათი მართვა, აი ამის მიხედვით ვადგენთ ემოციურ
სიჯანსაღეს და ჯამში ფსიქიკური ჯანმრთელობის ერთ-ერთი კომპონენტია. მაგრამ მეორე მხრივ, როდესაც ემოციური ინტელექტზე ლაპარაკობენ ხოლმე, ხშირად ამბობენ ადამიანზე, რომ ემოციური ინტელექტუალია ადამიანზე, რომელსაც ადეკვატური გრძნობები აქვს, ან კარგად შეუძლია განსაზღვროს როგორ თანაგიგრძნოს, როგორ გაიხაროს შენთან ერთად. ამას უფრო მიაწერენ ხოლმე ამ ემოციურ ინტელექტს, რამდენად ადამიანს შეუძლია ინტუიტიურად იყოს გრძნობიარე და მოაზროვნე. როდესაც შეიძლება სულაც არ ახლდეს თან მაინც და მაინც დიდი განათლება, კრისტალიზებული ინტელექტი, რომელიც დასწავლილი ინტელექტი არის. უფრო ყოფით ცხოვრებაში, რაც აინტერესებთ ხოლმე ამას გულისხმობენ, ვიდრე ჯანმრთელობას. თუმცა ჯანმრთელობას ჩვენ მაინც გვერდს ვერ აუვლით, იმიტომ რომ ის თუ ჯერ ეგრეთი 100% ჯანმრთელი არავინ არა ვართ და ნებისმიერ ჩვენგანს გვაქვს ერთგვარი დეკომპენსაცია, ჩამონგრევა, ჩამოშლა, როდესაც შეიძლება ძალიან გრძნობიარეები, ზუსტები ვიყოთ სხვისი ემოციის ასახვაში, სიტუაციის შეგრძნებაში, თანაგრძნობაში თუ მხიარულებაში, აყოლაში, ნებისმიერ ამაში, მაგრამ კონკრეტულ შემთხვევაში შეიძლება გარკვეული ჩვენი წინასწარგანწყობის გამო, გარკვეული ჩვენი სხეულებრივი წინასწარგანწყობის გამო, რო ან ძალიან დაღლილები ვართ, ან ძალიან გაძარცულები ვართ ჩვენ თვითონ, არა ვართ იმ წუთას კარგ ფორმაში, ჩვენ შეიძლება მივცეთ არაადეკვატური რეაქცია. მაგალითად, სრულიად სხვანაირად გავიგოთ კეთილი განზრახვით ნათქვამი და უხეშად უპასუხოთ. შეიძლება რამდენჯერაც გინდა ჩამოვიშალოთ და რაღაც ისეთი ან რაღაცნაირად უცებ დავეჭუდეთ რაღაც გარემოებაში. ამისი ხო არსაიდან, თითქოს არსაიდან ჩვენი ქვეცნობიერი შინაარსები იგებოდეს იმ კონკრეტულ მომენტში და წარმოვიდგინოთ, რომ ეს გარემოშია ამ წუთას და რაღაცნაირად არ მივცეთ ზუსტი რეაქცია, ხო? ესეც ჩვეულებრივი რამ არის და ეს რა თქმა უნდა ჯანმრთელობის ზღვარს არ გადადის, თუმცა კონკრეტულ მომენტში ჩვენ შეგვიძლია ავფეთქდეთ უმიზეზოთ და სულაც ვერ ვმართოთ ჩვენი ემოციები. მთავარია მე მაინც გავაანალიზოთ და მე მაინც რაღაც მოვინანიოთ, შევიმჩნიოთ, რომ რაღაცა თვალ კარგად ვერ გავარკვიეთ იმ წუთას სიტუაციაში, ხო? მაგრამ ზოგადად, როდესაც ვაპარაკობთ ემოციურ ჯანმრთელობაზე, აუცილებელი არის ვთქვათ, რომ მაგალითად ორგანული პათოლოგია აღიწერება, ასე ორგანული ფსიქოპათია. როდესაც ჩვენ გვაქვს სარკისებური ნეირონები მთელ ტვინზე გაფანტული. და ეს სარკისებური ნეირონები აღიბეჭდავს გარესამყაროს და შემდეგ გადადის ეს ჩვენს ნუშისებრ სხეულში. სადაც უკვე ნუშისებრმა სხეულმა ეს უნდა დაამუშავოს პირველ რიგში ემოციურად. შემდეგ ამისი პასუხი არის, როდესაც ჩვენ ვკითხულობთ ამ ემოციას, უკვე ვაძლევთ სიტყვებით, ფიქრით, ვაძლევთ მნიშვნელობას და ამის შემდეგ უკვე შეიძლება გადავდგათ ნაბიჯი, გამოვხატოთ რეაქცია. ძირითადად სარკისებური ნეირონები და აი ეს ჩვენი ნუშისებრი სხეული პასუხს აგებს ემპათიაზე, ანუ თანაგრძნობაზე, თუმცა ემპათია ბოლომდე არ არის მაინც გულითადი თანაგრძნობა. იმიტომ რომ ემპათია უფრო უკავშირდება გაგებას, რომ აი მე შენი მესმის. თუმცა თუ მესმის, ეს ჯერ კიდე იმას არ ნიშნავს, რომ კეთილს ყოფილი ვარ შენი, ან შენთვის კარგი მინდა, ხო? თანაგრძნობა უფრო იქნებოდა ინგლისურად compassion, ასე ვთქვათ, ან სიმპათია ჩვენთვის უფრო გასაგებ სიტყვაზე, ხო? მაგრამ ემპათია ძალიან დიდ წილს შეიცავს იმისას, რომ ჩვენ ვიღაცის გავიგოთ და დიდი ალბათობით კიდევაც უთანაგრძნოთ მისი ტკივილი გვეთკინოს, მისი სიხარული გაგვიხარდეს, ანუ რეაქცია მივცეთ ადეკვატური ადამიანის, სხვა ადამიანის განცდაზე. ორგანულ ფსიქოპათებს ნუშისებრი სხეული აქვთ სუსტად განვითარებული, შესაბამისად მათ არ შეუძლიათ ხშირად უკიდურესად მძიმე შემთხვევაში არ შეუძლიათ უთანაგრძნონ მაგალითად ტკივილს, რომ აი ადამიანმა რაღაცა იტკინა და თუ კი სხვა შეიჭმუხნებოდა, რომ შეიგრძნობდა უცებ ამ ტკივილს, წაიკითხავდა რაღაცნაირად, შეიძლება მათ ეს ვერ წაიკითხონ ემოციურ დონეზე. მაგრამ მხოლოდ ემოციური ინტელექტი, რადგან ის მხოლოდ ნაწილი არის ცნობიერების, რა თქმა უნდა, ისიც არ არის
ბოლომდე განსაზღვრელი იმისა, ადამიანი რამდენად გონიერია. იმიტომ რომ ორგანულ ფსიქოპათებს შესანიშნავად შეუძლიათ კოგნიტური თანაგრძნობა. შესანიშნავად შეუძლიათ დასწავლა იმისა, რა არის კარგი, რა არის ცუდი. მით უმეტეს თუ ისინი ჯანმრთელ გარემოში იზრდებიან, სწორ ფასეულობით სამყაროში თუ იზრდებიან, ასეთ შემთხვევაში სხვაზე კარგად კითხულობენ აზრობრივად იმას, სად როდის რა რეაქცია უნდა გააკეთონ. ამიტომ აი ეს ერთი მთელი კომპლექსი არის ამისი. კი ბატონო. ემოციური ინტელექტი რანაირი კავშირი არ აქვს, ხო? IQ-სთან, ანუ ქართულად როგორ არის IQ ინტელექტთან? ანუ ეს რამე კორელაცია არსებობს? ინტელექტის ნაწილია ესეც, იმიტომ რომ განუყოფელი არის, საერთოდ ჩვენი სქემა სააზროვნო როგორ მუშაობს. დიდწილად, აი დიმიტრი უზნაძე ყველას აქვს გაგებული, ჩვენი დიდი მეცნიერი, ხო? დიმიტრი უზნაძის განწყობის თეორია არის პრედისპოზიცია, რომელიც ჩვენს გამოცდილებებში და სქემებში არის. რომ მაგალითად აი ადამიანს თუ აქვს გაფორმებული მსგავსი წინასწარ განწყობა, ზოგადად გარესამყაროს მიმართ, რომ ადამიანი ადამიანისთვის მგელია, ან არავის არ უნდა ენდო. ან პირიქით პოზიტიური განწყობა აქვს, რომ ადამიანი მშვენიერი არსებაა და არასდროს დარჩები მარტო. ყველაფერში არის სიმართლე, ხო? გააჩნია ჩვენ აქცენტირებულად რას ვირჩევთ. ან რას ვირჩევთ კონკრეტულ სიტუაციას. აი სადღაც რომ მიდიხართ, წინასწარ თუ ხართ გაღიზიანებული, იმიტომ რომ იქ ვინც უნდა დაგხვდეთ არ გსიამოვნებთან, ის საქმე რაც უნდა გააკეთოთ თქვენთვის არასასიამოვნოა. ეს უკვე არის წინასწარი განწყობა, სადაც ერთი პაწაწკინტელო მოქმედებაა საჭირო, რომ თქვენ ხასიათი გაგიფუჭდეთ და მთელი სქემა ინტელექტის აი ასე წავიდეს აღქმის, ხო? ამიტომ IQ-ს ტესტებში თუ კი მათემატიკური ამოცანაა ცხადია, იმას აუცილებლად დასჭირდება გარკვეული ცოდნა რაღაცის, მაგრამ ასევე არის ემოციური ინტელექტის ტესტები. მაგალითად არის ასეთი ტესტებიც, რომ გაჩვენებენ მხოლოდ თვალების გამომეტყველებას და შენ უნდა გამოიცნო ეს თვალები რას გრძნობს. შიშს, ტანჯვას, ეჭოს, სიხარულს, გაოცებას თუ რას. და სხვათა შორის ამ ტესტებში უმეტესწილად ქალები უკეთესად ასრულებენ ვიდრე კაცები და ეს დასაბუთებულია მეცნიერების მიერ, რომ ქალებს ბუნებამ მისცა ჩვილის საჭიროებების მაქსიმალურად გამოცნობის უნარი, რომ პატარა ბავშვს გამოხატვის მხოლოდ ერთი გზა აქვს, რომ თუ კი წუხს მტიროდეს. მაგრამ შენ ამ მტირილში უნდა გამოიცნო ამ კონკრეტულ შემთხვევაში უჭირს, რამე, ტკივა, შია, ცხვირზე ბუზი დააჯდა და აწუხებს თუ რა ხდება, სანამ ბუზს დაინახავ, რაღაცნაირად აი ამ ტირილის ინტონაციაშიც კი, ესე იგი ხმოვანათაც შეიძლება ეს არა მხოლოდ გამომეტყველებით ადამიანის. და ამიტომ ნუ ქალებს აი ეს წვრილმანი დაკვირვების უნარი სახის ექსპრესიაზე უფრო ძლიერი აქვთ. ასევე ხმაზე, იმიტომ რომ ხმაც არის საოცრად მგრძნობიარე ინსტრუმენტი. აი თუ გიგრძნიათ თუნდაც ის, რომ მაგალითად ვიღაცა ავათარის. და ჩვეულებრივ რომ შეგხვდება, შეიძლება აი სახეზეც კარგად გამოიყურებოდეს ის, მაგრამ აი ხმა იმ წუთას აღიბეჭდავს, ან ტელეფონითაც კი იგრძნობ როგორ არის. ხასიათზე ხარ, ნამტირელები ხარ, ხმით რომ ხო, იმ წუთას იგრძნობ, გაბზარული აქვს ეს ხმა, ენერგია აქვს ხმას დაკარგული, რაღაცნაირ დიდ ჭეშმარიტებას გელაპარაკება ხმა. ინტონაცია უпростоრეთ ხმაში, რა თქმა უნდა, მუსიკალურ მონაცემებს არ გულისხმობ. კი. ასე რომ, ხო, ძალიან საინტერესო. არსებობს რაღაცა ბევრი მოდელები არსებობს, წავიკითხე, მაგრამ და კომპონენტებისგან შეცდება ეს ემოციური ინტელექტი და ერთ-ერთი პირველი რაც იყო ემოციების აღქმა, ანუ ჩემივე ემოციების აღქმა, ხო სწორია, ეს არის ერთ-ერთი კომპონენტი. აქ მაქვს რაღაცა ბევრი კითხვები. ხშირად ყოფილა შემთხვევა, რომ აი ცუდად ვარ, მაგრამ ცუდად რატო ვარ ცუდად? ეს ცუდად ხო ძალიან ფართო განმარტებაა ჩემი ემოციის, ანუ რეალურად ვერ ავხწერ მე რა მჭირს. და ეს მგონია რომ ჩემ გარშემო ყოველ შემთხვევაში ბევრ ადამიანს აქვს, რომ მის კონკრეტულ ემოციას ვერ ხვდება. ეს აი რა ფენომენი არის, როდესაც შენ ვერ არქმევ შენს ემოციას სახელს. მე მქონია ბევრჯერ ეგეთი შემთხვევა, რომ ვერ დამირქმება, აი რაღაც მჭირს და არ ვიცი რა მჭირს. და ნუ ასულაღაც ერთი კვირა, ერთი თვე და მე მივხვდი, რომ აი რაღაც მჭირდა, ხო?
ხო, თუ მიხვდი, კარგია. ზოგჯერ შეიძლება იმ კონკრეტულ მომენტში ვერ არქმევს ახალს, მაგრამ რეალურად ცუდად ყოფნა ნორმალურია. რა თქმა უნდა. მაგრამ ის წუხილი, ის შინაგანი სიცარიელე, ის შინაგანი შიმშილი, რომელიც იმ წუთას ჩნდება, ძალიან ხშირად შეიძლება იმ წუთას ვერ იყოს გამოკვეთილი, რას უკავშირდება. და შეიძლება იყოს განზოგადებული, მაგრამ ჩვენ ცუდად ყოფნის გარკვეული საბაბი ყოველთვის გვაქვს. იმიტომ რომ არავინ შეიძლება ვიყოთ სრულად კმაყოფილი, იმიტომ რომ სრული კმაყოფილება წარმოუდგენელია, მაშინ უნდა ვიყოთ ნიანგები, რომლებიც არც ევოლუციასაც არ ემორჩილებიან, იმდენად ჰარმონიულად არიან თავის ბუნება განწყობასთან წუხდება, როცა შია, შესანსლავს და არის მერე შესანიშნავად ვარდივით. მაგრამ ნუ ჩვენ შემთხვევაში ძალიან ბევრი რამ შემოდის ხომ ამდენად ცუდად ყოფნა ძალიან ნორმალური კონდიცია თუ კი ის არ არის გახანგრძლივებული იმიტომ რომ თუ ის არის გახანგრძლივებული მუდმივად რაღაც ჭია გვჭამს და ვერასოდეს ვერ ხვდებით რა მიმართულებით წავიდეთ და ეს სიცარიელი რით შევავსოთ ან რა გვჭამს იმ წუთას ასეთ შემთხვევაში ამას უკვე თუ მდგრადია ეს ემოციური თქვენ ემოციას არქმევთ მაგრამ რეალურად თუ კი მდგრადია ცუდად ყოფნა ამას უკვე გუნება განწყობის აშლილობა ქვია და შეიძლება ეს გამოიხატებოდეს შფოთვით აი შფოთვით გამოხატულიც კი შესაძლოა შფოთვითი აშლილობა კი არა დეპრესია იყოს რეალურად ტვინის ერთსა და იმავე HT რეცეპტორებში ვლინდება ყალიბდება შფოთვითი აშლილობაც და დეპრესიაც მაგრამ თვისებრივად ორი განსხვავებული რამ არის თუმცა ხშირად ერთად არის შერეულია და ზოგჯერ რომელიმეა წამყვანი. აქედან გამომდინარე, აი ამასაც ძალიან ფრთხილად უნდა დაკვირვება, რომ თუ მდგრადი არის, შეიძლება შფოთვით ვლინდებოდეს ესეთი აჟიტირებული ტიპის აღგზნებული დეპრესია და შეიძლება გუნება განწყობის ძალიან ვარდნით. ნუ ეს უკვე აუცილებელი არის კონსულტაცია, მაგრამ ყველა სხვა შემთხვევაში თუ კი ჩვენ არ დავიწყებთ აი მაგ წუხილს, როდესაც რაღაც ტრიალებს ჩვენ შიგნით და ვერ გაგვირკვევია რა ტრიალებს, ასეთ შემთხვევაში ჩვენ ვერ დავბადებთ ახალ იდეას. იმიტომ რომ ყოველი დისკომფორტი არის დასაწყისი იმისა, რომ რაღაცას მივაგნოთ, რომელიც გააყუჩებდა. ზოგი ამას ძალიან მარტივად იყუჩებს, არ უნდა საერთოდ რომ გაუძლოს ამას. მაგალითად, ერთ-ერთი პირველი რეაქცია არის სიცარიელის ამოვსება საკვებით. სწრაფი დაკმაყოფილებით, მაგრამ ასეთ შემთხვევაშიც ადამიანს აქვს შეიძლება უკონტროლოების შეტევაც კი, აი რაღაც მით რა ვჭამო ისიც კი არ ფიქრობს და მაშინაც ხო აი რაც არ უნდა ბევრი ჭამოს მაინც არა აქვს იმ ბედნიერების შეგრძნება და აი ამ ტანჯვას კიდე ემატება ეს ჭარბი გამოკვება ხო რომელიც ფიზიკურადაც შემაწუხებელია ეს კიდე ზოგ შემთხვევაში ადამიანები თავში ჯილდოვებენ თქვათ შოპინგით ესეც ძალიან საინტერესოა იმიტომ რომ ჩვენ ხო ძალიან სევდიანი არსებები ვართ და დღეს ძალიან კარგი ხუმრობა წავიკითხე ძალიან ბევრი ვიცინე პატარა ბავშვის ჩვილის ფოტოა და ზედა წერია რომ რა ძნელიაო რომ ჩვილი ხარო მაგალითად თუ ქუსლი გეფხანება და დედა რძეს გჭრისო ადვილია ჩვილობაო ხო და ძალიან გამეცინა იმიტომ რომ რეალურად ჩვენს გვაქვს ილუზია რომ რა კარგია ბავშვობა udardeli ხანაა და რეალურად ბავშვები ძალიან სევდიანი არსებები არიან და აი ხა მაგალითად ბავშვთა ართ თერაპიაში ჩვენთან ჩემი თინუშაც დადის და სულ მომღიმარი ბავშვია სულ მაგრამ აკეთებს ფიგურას მოწყენილი გოგოსი რომელიც თვალშია დაჭრილი ამიტომ აი ეს ქვეცნობიერი სიმბოლოები უცებ იმდენ რაღაცას გველაპარაკებენ იმ ბავშვებზეც კი რომლებიც სულ იღიმებიან და მით უმეტეს რომ რა თქმა უნდა სულ ღიმილიც პირობითია იმიტომ რომ ბავშვობაში ეჯახები პირველად აგრესიას უსაფუძვლო აგრესიას უცებ ვიღაც გიფუჭებს შენთვის საყვარელ სათამაშოს რომელიც იმ წუთას ისეთივე კუთვნილებაა შენი როგორც თქვათ დიდებს რომ მანქანა გაუფუჭონან რაღაცა ისეთი ხო პირველი უსამართლობა პირველი უსამართლოდ ცილის წამება რომ შენ გააკეთე შენ გატეხე შენ გააფუჭე
ეს ყველაფერი ბავშვებში იწევს ისეთ ცხელ ცრემლებს, როგორიც ცრემლთა ჩვენ შეიძლება მე აღარასდროს ვიტიროთ მთლად ასე, ხო? იმიტომ რომ ეს პირველი გაოცება, პირველი შეჯახება არის. ხო და რატომ დავიწყე ბავშვებზე ლაპარაკი? გადაходეთ ემოციაზე, როცა საუბრობდით, რომ აი პირველად აქვს რაღაცა გამოხატვაზე, აღქმაზე, ვერ აღიქვავს რა, ვერ აღვიქვავთ ხო რაღაცა ემოციას, რომ მაგალითად აი უფრო ღმათ მინდა რომ ჩავიდე მაგ საკითხში, ცუდად ყოფნის გარდა, აი ხანდახან არის გამახსენდა შოპინგზე ლაპარაკობდი, რომ აი ბავშვი რო ტირის და ვინც ის უსამართლოთაც მოვეკეცით, ან მას ჩვენგან თუნდაც 15 წუთის ღრმა ყურადღება სჭირდებოდა და ჩვენ რო ეს დაუკომპენსიროთ, რომ ჩვენ თვითონ თავი გაგვჭირვებია და ვერ მოვწყდით ტელეფონს თუ ვერ მივაქციეთ ბავშვს ყურადღება, მე მივირბივართ და საჩუქარს ყიდულობთ, ან თუ ბავშვი ავათარის უცებ, მაშინ ვაჯილდოვებთ, ხო? რაღაცა დანაკლეს ვუსებთ თითქოს და ამით თან მივანიშნებთ, რომ აი ამ ნივთებშია ბედნიერება, რომელმაც შენ შეიძლება ჩაგინაცვლოს ის სითბო, რომელსაც შენ ელოდი ურთიერთობისგან და აი მე არის რომ ვთქვათ, აი მაგ დროსაც ამ შიმშილის დაკმაყოფილება მიდის იმით, რომ მოდი ზედმეტი ნივთების ყიდვით, ხარახურის ყიდვით რეალურად, ხო? მაგრამ თუ კი ცოტა ხანს დავაცდით ხოლმე ჩვენ თავს, რომ ცუდად ვიყოთ და მოვუსმინოთ ამ ცუდად ყოფნას, შეიძლება უკეთეს გზაზე დავდგეთ ჩვენ თვითონვე ამგვარი მედიტაციით, ხო? რომ იმას მივხვდეთ რეალურად რა გვინდა ჩვენი ცხოვრებისგან, ამ ჩვენი ერთადერთი ცხოვრებისგან, რომელშიც ჩვენი მთელი გამოცდილება და ცოდნა იქ არის კონცენტრირებული, რაც ჩვენ განვიცადეთ, რაც ჩვენ გამოვცადეთ და არა ის, რასაც ჩვენ ტელევიზორში ვუყურეთ, ან მოვისმინეთ, ან წავიკითხეთ. მე ვადასტურებ მაგას, რომ საკუთარი აი მე პირადად ჩემ თავზე რო ვისაუბროთ, ცუდად როცა ყოფილვარ და ჩემ თავს მე ავიყავ ადამიანი მოკლედ რო ვთქვა, რომელსაც არ ვაცდიდი საკუთარ თავს ცუდად ყოფნას და აი ეს რაღაც მაგის დროს სადაი რო ცუდად იყო, წადი გაერთე რაღაც მას ქენი გააკეთე, იმუშავე და ეს განამქონდა. პირველად ცხოვრებაში როცა დავაცადე საკუთარ თავს ცუდად ყოფნა, მაშინ შემიძლია ვთქვა, აი ესე პირდაპირ და ღიად, რომ ადამიანის ტრანსფორმაციას რასაც ეძახიან, მაშინ მოხდა ჩემში ეგ ყველაფერი და მაშინ გავანალიზე ძალიან ბევრი რამე ცხოვრებაში, რაც აქამდე ესე მიხურულ კარს მიღმა იყო და არ ვაცდიდი არასდროს უფლებას, რომ გამოსულიყო და ამიტომ აცადეთ და სუდად ყოფნა. კი, აუცილებელი არის, რომ რაღაცას გვატყობინებს ამ დროს ჩვენი ფსიქიკაც და სხვათა შორის სხეულიც, რომელიც გვიჯიუტდება, დამძიმდება, რაღაც აღარ უნდა ამოძრავდეს და გამოყვეს წოლა უნდა. ხო, ან ამ შფოთვას განიცდის, სადღაც აქვს ცენტრი მუცლის არეში, კერდის არეში თუ ფეხებშია სიმძიმე, ამ ყველაფერს აუცილებლად ჭირდება კარგად მოსმენა, თუნდაც ხო ხრებში არის ეს ტვირთი რაღაც წამოკიდებული, ხო? კი, ეგრე არის. აქვე, აიცით, კიდევ როგორი კითხვა მაქვს, ეს როცა მე ვერ ვგრძნობ ჩემს ემოციებს, ვერ აღვიქვავ, რა ემოცია მეუფლებ, ეს დაბალი ემოციური ინტელექტის მანიშნებელია, ანუ შეგვიძლია ესე განსაზღვრება გავუკეთოთ ადამიანს, რომ ის ვერ ხვდება. თუ ემოციური ინტელექტის მანიშნებელი ის არის, რომ მე ცუდად ვარ, რაღაც არ ვიცი, თუნდაც ერთი კვირის, ერთი თვის, 6 თვის, 1 წლის მერე მივხვდი რა მჭირდა და დავიწყე მუშაობა ამაზე. აი, ამ აღქმაში ემოციური ინტელექტის კავშირი რა არის? ამ აღქმაში ემოციური ინტელექტი ხო ცალკე დამოუკიდებლად არ არსებობს. ემოცია ეს არის პირველადი გრძნობა, ხო, მაგრამ აუცილებელი არის, რომ ის რაციონალურად გადამუშავდეს და მას მიენიჭოს კვალიფიკაცია, რაღაცნაირად სხეული შეიბას, რომელიც არის ჩვენ ფიქრებში. უბრალოდ ემოცია, რადგან პირველადია, მან მეტი იცის ჩვენ შესახებ და მის სიტყვებად თარგმნას ოპერაცია ჭირდება, დროც კი ჭირდება ხანდახან, სანამ ფიქრში გაფორმდება, თორე საბოლოო ჯამში ჩვენ ფიქრობთ სიტყვებით თითქოს. არა მარტო სიტყვებით, უმეტესწილად ჩვენ კადრებით ვფიქრობთ, აი კადრებით არის ამოჭედილი, ჩვენ სურათებში ვარსებობთ ზოგადად. მაგრამ, თავარი მაინც, რასაც ჩვენ ყველაზე კარგად და იოლად მივწუდებით ხოლმე და ვისმენთ, ძირითადად არის სიტყვები. თუმცა ეს სიტყვები ზოგ შემთხვევაში შეიძლება ადამიანს ისეთი მწირი ლექსიკური მარაგი ქონდეს, რომ რა თქმა უნდა,
შეცდომა იქნებოდა გვეფიქრა რომ მხოლოდ ეს არის ადამიანის ინტელექტი. რა თქმა უნდა, იმ მწირი ლექსიკის იქით უამრავი რესურსი აქვს ადამიანს. შესაბამისად ის რომ მე ცუდად ვარ, მაგრამ არ ვიცი რა მაწუხებს, არ ნიშნავს იმას, რომ ემოციური ინტელექტი გაკლია. აქ ნიშნავს იმას, რომ რაღაცა არის დაბლოკილი შენში, რაღაცის წაკითხვა შენს გონებას არ უნდა, რაღაცის მოსმენა შენ გონებას არ უნდა, რაღაც აკრძალვა არის, რომლის იქითაც შენ არ გინდა, რომ ფიქრი დაიწყო საერთოდ. და ფიქრი თუ არ დაიწყე, გაიჭედები აი ამ კონკრეტულ წუხილზე, რომელიც ერთხელ რამემ დაბლოკა. ეს შეიძლება დაბლოკა თუნდაც უსამართლოდ ჩერცხვენამ, უსამართლოდ დასჯამ, არასწორმა აღზრდამ და იქნებ დროა, რომ შენ მოიპოვო ახალი თავისუფლება შენი კრიზისის გავლით. მაგრამ რა უნდა მოიპოვო, იმასაც ვერ გაიგებ, თუ არ დაიწყებ ამ გრძნობის მოსმენას. მე ჩაკითხებს რატო ვაკეთებ იცით, რომ ბევრნაირი ადამიანი გვისმენს და შეიძლება მე მისმოდეს თავიდან ბოლომდე პირველივე წინადადებაში რასაც ამბობ, მაგრამ დამხმარე არის. ჭირდება რომ ბევრმა ადამიანმა გაიგოს. გარდა მაგისა, სხვათა შორის თავისი სპეციფიკა აქვს, უფრო საჯარო ტიპის პოდკასტს თუ საუბარს, იმიტომ რომ იგულისხმება, რომ ადამიანი, რომელიც გისმენს მოვალე არ არის, ერკვეოდეს იმაში, რასაც შენ ლაპარაკობ და ამიტომ ამის თარგმნას ჩემთვისაც ჭირდება რაღაც გარკვეული დაფიქრება, რომ მიზანი ხო ის არის, თუ კი ვსაუბრობთ, მიზანი არის, რომ გაიგოთ და თქვენც გამაგებინოთ რაღაც, ხო და ამიტომ პირიქით მეხმარება კითხვები მეც. ძალიან კარგი მიხარია. ხანდახან არსებობს ესეთი რაღაც, რომ ჩვენ შეიძლება ემოციები შეგვეშალოს ერთმანეთში, აი დავარქვათ რაღაც სახელი და მაგალითად ბედნიერი ვარ, პირობითად ვიძახი და გულისხმობდი, რომ კმაყოფილი ვარ რაღაცით. ანუ აი ემოციების არევა, ხო, მგონია რომ მარტივი მომსვლია მაგალითად ეგეთი რაღაც, რომ შემშლია რა რაღაცისთვის დამირქმევია, არ ვიცი, რაღაცა შური, სიტყვაზე ვთქვათ და სულ სხვა რაღაცას გრძნობდი იმ მომენტში, უბრალოდ ვერ ვარქმევდი ამას სახელებს. ესეთი რაღაც შესაძლებელია? კარგად ვერ ხვდები რას გულისხმობთ, იმიტომ რომ რომელი სიტყვით აღწერთ რა იმას. არ აქვს მნიშვნელობა. ხო, საერთოდ სხეულებრივად ჩვენ ძალიან მარტივად შეგვიძლია სხეულებრივადაც კი არა. აი მთავარი არის კვალიფიკაციას რას მივცემთ, უარყოფითი იყო ეს გრძნობა და გამოცდილება თუ დადებითი იყო ეს გრძნობა და გამოცდილება, იმიტომ რომ სანამ კვალიფიკაციას არ მივცემთ, ჩვენ სხეულს და ძირითადად სხეულებრივი გამოცდილებებია, სენსორული გამოცდილება, ტაქტილური, თერმული გამოცდილება, მთელი ცხოვრება უპირველესად, ხომ? და ძალიან მნიშვნელოვანი არის ისიც ვიცოდეთ, რომ სხეულს საკმაოდ მარტივი და ერთი და იგივე რეაქცია აქვს სხვადასხვა მოვლენაზე. აი, შეიძლება სიხარულისგანაც თრთოდე შინაგანად და შიშისგანაც. და ჟრუანტელი გივლიდე სიხარულისგანაც, რომ შეყვარებული დაინახე და ელდამ დაკრა ბავშვობაში იცის ეს განსაკუთრებით. და იმან რა ქვია, და ასეთივე ჟრუანტელი გამოიწვიოს რაღაც საშიში რაღაცის დანახვა მუცებ შენთვის საშიშის, ხო? ესე იგი სხეულებრივადაც კი განცდის დონეზე სანამ კვალიფიკაცია არ მიეცემ ამას გეშინია თუ გიხარია, შეიძლება აიბურდო და ვერ წაიკითხო სწორად. მაგრამ როდესაც ეს უფრო იმ კატეგორიებს, ცნობიერ კატეგორიებს ეხება, რომ ეს შურია თუ სიძულვილია, სიყვარულია თუ კეთილგანწყობა, ამ შემთხვევაში ალბათ უფრო სიამოვნება მიიღე ამ გრძნობისგან თუ ვერ მიიღე სიამოვნება, ალბათ ამას გრძნობ თუ პირველესად, ხო? აი არის ხომ რომ სიყვარული და ვნება მაგალითად ერთმანეთში შეიძლება რომ აერიოს ადამიანს და ვერ ხვდება რომელია. ხშირად გამიგია ყოველ შემთხვევაში ეგეთი. ეგეც ფილოსოფიის საკითხია, იმიტომ რომ ვნებაც გარკვეულწილად სიყვარული, ყველაფერი რაც ეროსში შედის, ანუ სიცოცხლისკენ მიდრეკილ გრძნობებში თავისი წილი აქვს სიყვარულს. სიყვარულს თავისი წილი აქვს ვნების, რომელიც შეიძლება ესთეტიკურად გადამუშავდეს უფრო აპოლონურ პოზიციაზე გადაინაცვლოს, ხო და წავიდეს ესეთი ესთეტიკური გაფორმება პოეზიით, მშვენიერებით, სიმღერებით და თითქოს სხეულმა უკან დაიხიოს, იმიტომ რომ ფსიქიკას ადამიანი არის ჰომოესთეტიკუსიც და მას აქვს მოთხოვნილება არა უბრალოდ აკეთოს რამე, არამედ ლამაზად აკეთოს. და ხანდახან ეს ესთეტიკა იმდენად
აღმაფრთოვანებელია, მშვენიერია და თავისთავად არის ეროტიზმის ნატიფი მხარე, რომ რაღაცნაირად შეიძლება სხეულის სიმხურვალე ვერც კი მიხვებოდეს. ხან შეიძლება პირიქით იყოს ეს, მაგრამ ერთიც და მეორეც სიყვარულის ფორმებია. და თუ კი ეს სინთეზირდა და ზრდასრულ სიყვარულის ფორმად შეერთდა, რომ აი ყველაფერი ერთად მოიყარა თავი, ან შეიძლება მოიარო მთელი მოგზაურობა გქონდეს ამ სიყვარულში. თავიდან დატკბე ამ ესთეტიკური მხარით, გაიდეალებით, აკვიატებითაც. და მე ნელ-ნელა უკვე რაღაცა სხვადასხვანაირი ტრანსფორმაცია გაიარო შენშივე. ამ მოგზაურობასაც ძალიან დიდი ხიბლი აქვს, რა თქმა უნდა. სულაც არ უყვარს სიყვარულს აჩქარება. პირიქით, თუ ადამიანს უნდა რომ ეგრძნობათა მთელი სპექტრი გამოსცადოს, პირიქით, აი ეს დაკვირვება საკუთარ, იმიტომ რომ სიყვარული რო არსებობს, საერთოდ ხო ჩვენი თავიდან ვადასტურებთ. მთელ მსოფლიოს რო უყვარდე, შენ თუ ცარიელი ხარ შიგნით ხო, ვერასდროს ვერ ირწმუნებ, ვერასდროს ვერ გამოგკვებავს ვერაფერი გარედან, ვერ ამოგავსებს. ის რო სიყვარული არსებობს, სიყვარული რო კითხულობენ, ვეუბნები რომ არ ვიცი, შენ გიყვარს ვინმე? თუ გიყვარს თურმე არსებობს და რას მაკითხები მაშინ ხო? ამიტომ ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის ჩვენ რას გვგრძნობთ. ჩვენში უნდა განვითარდეს სიყვარული და აი რო იძახია რომ ცალმხრივი სიყვარული საშინელება, არაფერი საშინელება არ არის. შენს გულში რაც დაიძრა, ის შენი განცდებია ისეთი მნიშვნელოვანი, რომ რა თქმა უნდა თუ ის ბედნიერად განვითარდება და ჭირი ხალხინია კაცი დამთავრდება, რაჯობია მაგას, მაგრამ იმ მაშინაც კი როცა უამრავ ტანჯვას გადის თითქოს ადამიანი, ეს არის საუკეთესო განცდები ალბათ, გამოცდილება, რაც ჩვენი თავის შესახებ შეგვიძლია ვიცოდეთ. მაგრამ ახლა თქვენ ადამიანთ ხო ვიღაცა 15 წლის ბავშვი თუ ამ ყველაფერს გაზის და ცალმხრივად უყარს ვიღაც გოგმან, ვიღაც ბიჭი და იქიდან პასუხი არ აქვს, აი მაგ მშვენიერებად ვაჯობ 20 წლის მერე განიცადოს ერთო ჩემო, მე ვინ თქვა რომ ტანჯვა არ არის მშვენიერი. ტანჯვა რომ მშვენიერი იყოს, ამდენი წიგნი და ამდენი ტრაგედია და ამდენი დრამა დაიდგმებოდა და გადაიღებოდა. ნამდვილად, ამდენი ლექსი და ამდენი სიმღერაც არ დაიწერა. რა თქმა უნდა, პრინციპში ეგეც ხო ჩვენ თავთან თამაში არის, იმიტომ რომ ჩვენ შეგვიძლია გავაფორმოთ სხვა პოზიციებიც არა ცხოვრების მიმართ, სხვა ფილოსოფიის ჭრილში განმოვითაროთ, ჩვენ ხო წარმოსახვითი არსებები ვართ საერთოდ მთელი ჩვენი ფსიქიკური განვითარებით. ერთი მაგალითი განვიხილოთ კიდევ, მაგალითად ბედნიერება და კმაყოფილება. აი ჩვენ რაღაც გვილაპარაკი არ რამდენიმე პოდკასტში რომ ბედნიერება რა არის და ეს რაღაც შინაგანი მდგომარეობა, რომელიც არაფერთან კავშირში არ არის და მაშინ გრძნობ შინაგანად რომ ბედნიერი ხარ და აი კმაყოფილება რაღაცა მაგალითად არ ვიცი რა დავალება მაქვს შესასრულებელი რაღაც მიზანი მაქვს ცხოვრებაში მივახცია მიზანს ბედნიერად ვგრძნობ თავს, მაგრამ უცებ ვარდება ეს ყველაფერი და ახალი მიზანი მოდის, თანამ იმას არ მივაღწევ, იმ განცდებს ვეღარ ვგრძნობ. ამ შემთხვევაში ხო შეიძლება არევა, ბედნიერების აღქმა სულ სხვანაირი იყოს რა, თვითონ ადამიანისთვის და ეგონოს ბედნიერება რაღაცა კონკრეტული შესასრულებელი მიზნები, დავალებები და ასე შემდეგ. მაგაზე რას ფიქრობთ? ჩვენ საერთოდ არ ვართ ბედნიერებისკენ მიდრეკილი, ჩვენი ნეირონები არ არის ბედნიერებისკენ მიდრეკილი. აქედან გამომდინარე, ბედნიერება არის მცირე მონაკვეთი, რომელიც ნაზავია სიხარულის კმაყოფილების და ვარქმევთ, რომ აი ეხლა რა ბედნიერი ვარ, რომ თუნდაც აი ეს რაღაცა ჩემი დიდი პროექტი, რომელზეც შრომობდი, დაგვირგვინდა წარმატებით. რა თქმა უნდა, ბედნიერი ვარ, შეიძლება ერთი დღე, ორი დღე, ერთი კვირა ვგრძნობდი ამას აი ესეთ სისავსეში. მაგრამ ჩვენ რომ სულ შევინარჩუნოთ ეს ბედნიერების გრძნობა, ჩვენი განვითარება იქ დასრულდება. ამიტომ ჩვენთვის მიღწეულ მიზანზე უფრო მნიშვნელოვანი, უფრო სასიამოვნო არის პროცესი. და მთავარი რომ ჩვენ გქონდეს ამ პროცესის მიმართ სიმპათია, მაგრამ ახალი პროცესი რო წამოვიწყოთ, სწორედ რომ ის ყურების ჩამოყრა გვჭირდება, რომ აი კი ერთხელ განვიცადა ეს კმაყოფილება, მაგრამ რა ვქნა ხა, როდემდე გამყვება ეს კმაყოფილება, ამის შემდეგ მორჩა ჩემი მოქმედება დასრულდა, თამაში აღარ შევდივარ, რაღაც გზას აღარ ვადგები და სწორედ აი აქ იწყება ის გაუცნობიერებელი ღრღნა, როდესაც ჩვენ არ ვიცით რა გვაწუხებს. ესე იგი, ისევ ჩვენი თავი გვთხოვს ახალ ნაბიჯს, ახალ განვითარებას, ახალ იდეაზე ვფეხმძიმდებით, ასე რომ ვთქვათ, აი ქაოსი ტრიალებს ჩვენში და სანამ არ მივაგნებთ ამას, რომ აი ეხლა რითი შეიძლება განვიცადო ეს
დისკომფორტი, რომელიც გადაიზრდება მერე საქმეში, კარგ შემთხვევაში, ხო, თორე თუ ისევ და ისევ თუ მე არ მოусმენ ჩემ თავს, რა თქმა უნდა, დისკომფორტი შეიძლება გამანადგუროს კიდევაც, იმიტომ რომ მე წავიდეს დაბალი თვითშეფასება, იმიტომ რომ ცხოვრებაში ვერ გრძნობდე იმას, რომ საინტერესოდ გამყავს დღეები, ხო? ძალიან ბევრი ფიქრის დრო ისევე არ ვარგა, როგორც არ ვარგა ისეთი ცხოვრება, როცა საერთოდ ფიქრის დრო არ აქვს. გეთანხმებით. შემდეგი კომპონენტი არის გზნობების გამოხატვა. ჩემი საყვარელი ესეთი თემა არის, იმიტომ რომ მე რადიკალური გზნობების გამოხატულებიდან, იმიტომ რომ ძალიან ბრაზიანი ადამიანი ვიყავი, რაღაც მომენტში ესე დავარეგულირე, ესე ვთქვათ, ჩემი ბრაზი და რა თქმა უნდა დღესაც ჩემი მშობლები დაადასტურებენ, რომ წამსკდება ხოლმე გამოხატულების ფორმა, იმიტომ რომ როგორც თქვენ დაიწყეთ საუბარი, რა ვიცი, ალბათ ჯერჯერობით მაგამდე ვერ მივედი, რომ ეს ყველაფერი რაღაცა მაშინ გავატარო და მე გამოვხატო. მაგამდე მე უკვე სატორია გასხივოსნება. მაგამდე მე ეჭვება რომ ვინმე იყოს გამყარებული. იცით როგორი იმდან დავიწყებ კითხვას, ჩემი თაობა რაღაცნაირად შეიძლება თქვენი თაობა შეიძლება ჩვენსაც ცოტა პატარები, იმიტომ რომ პატარებს რო ვუყურებ რაღაც კარგად იზრდებიან ესე მგონია ემოციების გამოხატვის ამბავში. ჩემს გარშემო ყოველ შემთხვევაში. მაგალითად აი ხშირად მესმოდა ბავშვობაში რომ კაცმა არ უნდა იტიროს, არ უნდა გამოიჩინოს სისუსტე, არ უნდა გამოხატოს ეს ასე. ზედმეტი სიხარულით გამოხატვა კარგი არ არის, ვიღაცა ზედმეტად არ უნდა ჩაეხუტო, რას იფიქრებს, არ იცი. აი რაღაც აი ასეთი დაჯერებებით გავიზარდეთ თითქოს და მე მოგვიწია, ხა ყოველთვის შემთხვევაში ველაპარაკებ, მე მომიწია ამ ყველაფრის ესე ვთქვათ გადაპროგრამება, რომ მაგარია პირიქით თუ ვიღაცა გიყვარს და გამოხატავ იმის მიმართ სიყვარულს და ჩაეხუტები და რაღაცა სითბოს მისცემ, ეს შეიძლება პირიქით კარგი იყოს. ზოგადად რას ნიშნავს გზნობების გამოხატვა, როდის არის ჯანსაღი და როდის არის არაჯანსაღი, თუ ესეთი განმარტება შეიძლება რომ არსებობდეს. ჯანსაღი და არაჯანსაღი ძალიან კატეგორიული რამ არის, მაგრამ როდის არის ადეკვატური პროპორციული, ალბათ უფრო ასე ვიტყოდით, ხო? საქმე არის იმაში, რომ ბრაზიც არის აბსოლუტურად ჯანსაღი. გააჩნია რა შემთხვევაში, მაგრამ ადამიანი თუ სულ გაბრაზებულია და ყველაფერზე გაბრაზებულია და ყველაფერზე ერთნაირად გაბრაზებულია, მცირე დისკომფორტზე და რაღაც ძალიან მნიშვნელოვანზე ერთნაირი ხარისხით რისხვას გამოხატავს, რასაკვირველია, აქ შეიძლება რომ აი ღირდეს მისთვის შეთავაზება რაღაც კურსის, ასე ვთქვათ, რომ გამოარკვიოს რა ხდება მის თავს, რატომ ღიზიანდება ასე სწრაფად და ყველა უმნიშვნელო გამღიზიანებელზე რატო აქვს ძალიან განსაკუთრებით დიდი რეაქცია, ჭარბი რეაქცია, ხო? ეს სხვა რამეა, თორე თავისთავად ბრაზი არის ძალიან ჯანმრთელი რეაქცია, ამის გამო არ უნდა შეგვრცხვეს. ხანდახან შეიძლება ზედმეტიც მოგვიდეს, უსაფუძვლოც, სასაცილო ჩვენ თვითონაც გაგვეცინოს ჩვენ თავზე, იმიტომ რომ მე გავაანალიზოთ, რომ ესეთიც რა მოხდა ეხა, ხო? მაგრამ გვაქვს ჩვენ ისევ და ისევ ამისი ინტელექტუალური რესურსი, რომ როცა შეგვეშალა ბოდიში მოვიხადოთ და ხანდახან მივხვდეთ, რომ აი ამ ბრაზშიც რაღაც ამოვანთხიეთ, შეიძლება ბევრი რამ შეერთებული და დაგროვილი უარყოფითი ენერგია და ესეც გვჭირდებოდა. რომ გამთავისუფლებული ყავით, იმიტომ რომ ხანდახან ბრაზი პირიქით აუცილებელია, იმიტომ რომ თუ არა ბრაზი ვერ ჩამოანგრევ არასასურველს მაგალითად ვერ დაუპირისპირდები ჩაგვრას თუ არ გაბრაზდი, ხო, თუ კი ეს ყოველთვის ინერტული ხარ, რა თქმა უნდა, ეს არ არის ემოციური ჯანმრთელობა, რომელსაც ემოციური ინტელექტს ვეძახით. ემოციური ინტელექტი სწორედ არის ჯანსაღად გზნობების გამოხატვა, უკმაყოფილებისაც, იმისაც. შემდეგ უკვე ბევრი კომპონენტი ერთიანდება, შენი კულტურული სივრცეც, სადაც გაიზარდე, ხო, რომ რანაირად ახერხებდნენ იქ ადამიანები ბრაზის გამოხატვას, ვთქვათ. შეიძლება ხანდახან შეიგინო კიდევაც მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ კულტურულ ადამიანად თვლიდე თავს, მაგრამ აი ეს ვერბალური აგრესიაც ხანდახან ისე განთავისუფლებს, რომ ესე ამასაც არა უშავს. ესეც არ არის პრობლემა. საერთოდ პრობლემა ბევრად მეტრამეს ვარქმევთ ვიდრე არის, მაგრამ თუ კი ვლაპარაკობთ, შეიძლება ვიღაცამ დაარქვას ამას გემოვნება, ვიღაცამ დაარქვას ცუდი ემოციური
ინტელექტის გამოვლინება. კი, ხშირად არქმევენ. მაგალითად, ეხა ადამიანი თუ კი მწუხარებაშია და ამ დროს შენ გამოხატავ შენს სიხარულს, იმიტომ რომ რაღაცა ახალი მანქანა იყიდე სიტყვაზე. ეს შეგვიძლია ამის ეპითეტები ბევრია, რო არის უტაქტობა, არის ისა, ხო? ანუ არის რაღაცნაირად კონტექსტის გრძნობა, როდესაც შენ გრძნობ, რომ ვიღაცა აი შეიძლება რაღაცა ცუდი მაგალითიც კი, მაგრამ მე მახსოვს დედა ჩემი რომ მეუბნებოდა ხოლმე ამას, რომ ეს სადღაც რომ მივდიოდი ქორწილში ვთქვათ და ყოველთვის ამბობდა, რომ არასდროს არ უნდა გეცვას პატარძალზე უფრო უკეთ. კი, უფრო ლამაზი არ უნდა იყო, ვიდრე პატარძალი. ხო, ნუ აი არ უნდა აჯობო გადაპრანჭულობით, არა, იმიტომ რომ უტაქტობა არის ელემენტარულად, უგრძნობლობაც არის, ხო, რაღაცნაირად, რომ აი ხა რაღაც პატარძალი რო ძალიან სადად არის გამოიყურება რაღაცის გამო, განსაკუთრებით მაშინ ისეთი გაჭირვებული წლები იყო, რომ ეს მართლა სათქმელი და სასწავლი იყო თორე. ეხა რაღაცნაირად უკვე რაც ცოტა ევროპა შემოვიდა ჩვენთან, თუ გემოვნება აქვს, და ყველას ლამაზად აცვია უკვე, ყველას. ხო და ნუ მაშინ არ იყო ამის საშუალება, რომ მაინც და მაინც შეგძლებოდა რაღაც და აი ესეთი რაღაცები, რა თქმა უნდა, არის ეს ინტუიციური ცოდნა, რომელშიც არის ემპათია, თანაგრძნობა ადამიანების მიმართ, რომ როდის გაუზიარო პირიქით სიხარული და ისიც გაახარო, როდის წუხარებაში როგორ თანაუგრძნო, თქვათ, როდის გაჩუმდე, როდის არ გაჩუმდე და რაღაც სიტყვით თქვა. ხან აქაც ჩვენ თვითონ გაგვჭირებია ჩვენი თავი ელდანაკრავი, რო ვართ ზოგჯერ დიდ მწუხარებას როცა ვუყურებთ. მაგრამ ნუ მაგრამ აი თქვენ როგორც თქვით, მნიშვნელოვანია გამოხატვა. გამოხატვის ფორმას აქვს მნიშვნელობა, თუ ეგეც რაღაც გემოვნების საკითხი როგორ გამოხატავს, იმიტომ რომ აი მაგალითად ჩვენს ქალაქში, ქვეყანაშიც გამოხატვის ფორმები ხშირად არის ხოლმე, არ მაქვს საუბარი, ვთქვათ, იქ აქციებზე და ასე შემდეგ, იქ ძალიან დემოკრატიული ფორმით ხდება ყველაფერი. მაქვს საუბარი ყოველდღიურ ცხოვრებაში, რომ ვიღაცას გაკრა მხარი და შეიძლება მაგის გამო გააკარე შემთხვევით და რაღაც არ ვიცი, ჩაქოლოს საჭესთან საერთოდ საოცრებები ხდება, ხო? აი ეს მე მესმის, რომ ბევრ ამასთან შეიძლება იყოს დაკავშირებული, მაგრამ ერს გვიჭირს ემოციური ინტელექტში ესე, ხო? რა თქმა უნდა, ძალიან. გარდა მაგისა, ერის მთავარი გაჭირვება რაში ვლინდება. თუმცა ახლა ისიც უნდა ითქვას, რომ ცოტა ადვოკატათაც რო დავუდგეთ ჩვენს ერს, პრაქტიკულად ჩვენ უკვე გვაქვს ტრანსგენერაციული ტრავმა, ანუ აი თაობათა გამჭოლი ტრავმა, მოყოლებული დამოუკიდებლობის დღიდან. იმიტომ რომ ჯერ იყო დაპირისპირება ადამიანებს შორის, პირველი პრეზიდენტის გაძევება, შემდეგ მისი სიკვდილი, რომელიც რაღაც ეროვნულ ტრავმად იქცა, შემდეგ იყო ერთი ომი, მეორე ომი, მესამე ომი და პლუს კიდევ მთავრობების ცვლილება, რომელიც იწვევდა ადამიანებში, აი ისეთ უკიდურეს სიძულვილს, რომ ნუ აი უცებ არ ვიცი, აი ძალიან მარტივად, ესე იგი სხვადასხვა დროს მთელი ერი ერთმანეთს ეძახი შემოღალატე, შეუსამშობლო, რაღაცა აბსოლუტურად საშინელი ამბავი არის ეს, რაც ჩვენ თავს ხდება და პლუს კიდევ იმდენად არის დაზიანებული ეს ჩვენ ტრავმებისგან, ეს ჩვენი ფსიქიკა, რომ ყველაზე მთავარი არის, რომ თანაბარი ისტერიკა ტყდება, მაგალითად იმაზე, რომ მართლა რაღაც საშინელი დანაშაული მოხდა, აი ჯოჯოხეთური, ამაზე და ვთქვათ იმაზე, რომ ვიღაცას რომელიღაცა სტატუსი არ მოგეწონა. სუსტად. ხო, აი აბსოლუტურად თანაბარზომიერი შეიძლება ერთმა გადააჭარბოს კიდეც მეორეს. აი ნამდვილ ტრაგედიას გადააჭარბოს იმან, რომ აი ვიღაცამ რაღაც რო დაწერა, ნუ ეს სიტყვა როგორ გამოიყენა, თუ ეს როგორ შეეშალა, თუ ეს როგორ მე მიდის, აი ამიტომ რა თქმა უნდა, ეხა ეს როგორ შეიძლება რომ იყოს შესაძლებელი ამბავი და კარგი ამბავი. ხო, ნუ ამას უნდა დავუფიქრდეთ ალბათ სულ ყველა, რომ საერთოდ რა გვემართება.
კი, განსაკუთრებით, როდესაც სოციალური ქსელები არსებობს და იქ ყველაზე მარტივია ალბათ აზრის გამოხატვა, იმიტომ რომ ამიტომ აი ლაბილური დედებიც რო ყავთ ხოლმე ან მამები, ან მშობლები ბავშვებს და ბავშვმა არასდროს არ იცის დედა რაზე გაბრაზდება, მამა რაზე დაიღრიალებს. და ასეთ ბავშვებს ყოველთვის აქვთ მერე ემოციური პრობლემები, რასაც თერაპიაც სჭირდება ხშირად. ხო და აი ზუსტად ასეთ საზოგადოებაში ვცხოვრობთ ჩვენ ჩვენი კოლექტიური სხეული მოქმედებს ამგვარად. და ამიტომ რაღაცნაირად აი აღარაფერი აღარ მუშაობს, ყველაფერი არის გაუფასურებული, დევალვირებული, რომ სიტყვა მოღალატე აღარაფერს აღარ ნიშნავს. და აქედან გამომდინარე, აი ამ ასეთ რამებზე ძალიან ბევრი რამე არის, აი რაღაც ასე მგონია, რომ ჩვენს ერში ადამიანების დიდი ნაწილი დაიბადა პროკურორად, ბრალმდებლად. და ეს არის თითქოს ყველაზე დიდი სიამოვნება, რითიც გარეთ გატანილ საკუთარ თავს ებრძვის. აი ზუსტად. ხო და ნუ საბოლოო ჯამში რა თქმა უნდა ეს ქმნის მერე იმ დაძაბულ რაღაცნაირ შხამიან ატმოსფეროს, რომელშიც მე თვითონ ეს ადამიანებიც ამბობენ, რომ რა საშინელებაა, ყველა ცუდად ვართ და რანაირად ვიქნებით, კარგად თუ არ დავარქვით რაღაცებს თავისი პროპორციული, ჯანმრთელი, ნორმალური სახელი. კი, აი ეს რაღაცნაირი შეგრძნება, პაპატიეთ თუ გაწყვეტინებთ, რაღაცნაირი შეგრძნება, რომ სულ აი სიმძიმეა ქალაქში რა, ესეთი შეგრძნება მაქვს ხოლმე, რაღაც რომ მივდივარ მოგზაურობ, ვფიქრობ, ზოგადად ვარ, ჩემოვიდივარ, უცებ მძიმდება, ხუმრობ კიდეც, რომ ჰაერში მგონი რაღაცას უშვებენ თქო, ისეთი რთულია ხანდახან სულ თქვა რა და ეს ჩვენ ყველა ვართ ამის შემქმნელი. კი. ყველა ვართ ამის შემქმნელი და ყველაზე ჩემი საყვარელი ტერორი არის იმაში სოციალურ ქსელში, რომ მაგალითად, ნუ აი რაღაცა ხდება, ხო? და პირდაპირ, ესე იგი, ვინც ახლა პეპლებს და ყვავილებს პოსტავს და ნუ ესე ვინც ახლა პეპლებს და ყვავილებს პოსტავს, ის არის სასიკვდილოდ განწილული და კი აბსოლუტურად გასაგები არის ამაში რაც იგულისხმება, რომ როგორ შეიძლება ამის მიმართ იყო გულგრილი თუ ამის მიმართ იყო ის რაღაც, მაგრამ ესე იგი, აქაც არის ის, რომ ის ვიღაცა პეპლებს და ყვავილებს რო პოსტავს, კაცო იქნება რა გასჭირვებია იმ წუთას. რა მდგომარეობა აქვს, ან რა საჯანჯღარებ მიდი რა შენ თავზე აგე პასუხი. ხო და აი ეს რაღაცნაირად ყველას ვნება რომ იყოს გენერალი თუ მანდაგეგმოს ვინ როგორ თუ რაღაცა ნუ აი ესეც არის ძალიან ის ან არაცდის თქვათ ადამიანს რომ იცი რა მოდი რა იყოს რაღაცა კუნძულები რომელიც ცოტა უსაფრთხო გარემო შეიძლება ვიღაცას აძლევდეს რა ხანდახან ხო და იმ უსაფრთხო გარემოში იქნება ადამიანი უფრო მოღონიერდეს იქნება უფრო გამოიჩეკოს დაიბადოს თავიდან ვიდრე რაღაცნაირად აი იმ ინტონაციაში, რომელსაც ის ვერ უმკლავდება, რომელიც ზედმეტია, რომელიც არ შეუძლია ამ ძალას ვერ გრძნობს. მოკლედ მგრძნობია, რომ ერთმანეთს მიმართ ძალიან გვაკლია და ეხა ერთ-ერთი ძალიან საყვარელი ჩემი ფრენდი ამ რაღაცა გააზიარა ამას წინათ, რომ ისაო ვიღაცის პოსტი გააზიარა, რომ აიო ჩვენო, იმიტომ ვართ წარუმატებელი, რომ აი ჩვენიანს ვზოგავთო და არ ვეძახით მოღალატეს. ეხა ჩვენიან შეიძლება რაღაცა მიუთითო ხო, მაგრამ აი რომ უნდა ეძახო მოღალატე მოიკვეთო თემიდან და კიდევ წერე კომენტარში რომ კიდე კარგი ეგ ინსტინქტი მაინც გვაქვს, თორე როგორც ერი არ ვიარსებებდით თქო, იმიტომ რომ ესეც პათოლოგიური გვაქვს, ესე იგი ჩვენიანი თუ გადავწყვიტეთ, ესე იგი კაცი თუ მოკლა არა უშავს, არაჩვენიანმა კიდევ რა ვიცი, ტუჩისფერი თუ არ მოგვეწონა პომადის უნდა ჩავქოლოთ და თავიდან ბოლომდე დასარეგულირებელი გვაქვს სწორედ ემოციური ინტელექტი ნამდვილად, რომ რაღაცნაირად უნდა დავრეგულირდეთ, თორე ძალიან მაგიცა მეორე მხრივ არ გვაცდიან თერაპიას, არ გვაცდიან ტრავმების მოშუშებას. კი, სულ იმ დრაივში ვარ. აი ჭრილობაზე მარილს გვაყრიან და ესეც არის, რომ კი, შესანიშნავი მაგალითები არსებობს ხა ჩვენ ბოლო პერიოდში, რაც არის ამ ემპათიასთან დაკავშირებით, რაც ვნახეთ, მაგრამ თქვენი აზრით აი ამ ეს ისტორიული კვალი გვაქვს ესეთი, რომ ვერ გამოვდივართ ტრამვიდან და მაგიტო გვაქვს ესეთი რაღაც ერთმანეთთან ესეთი ურთიერთობის ვერ ვიმაღლებთ ემოციური, ამის მოთხოვნა არ არსებობს. ნუ მეორე მხრივ მესმის ხა რაღაცა მაღალ მატერიებზე რომ საუბრობთ ჩვენ და არსებობენ ადამიანები, რომლებსაც შეიძლება რაღაცა
საბაზისო მოთხოვნილებები არ აქვს დაკმაყოფილებული და შეიძლება იმ ადამიანს ვერც დაელაპარაკო ეგეთ თემაზე, ხო და სულ გაღიზიანებული მაგიტომაც არის და რა ვიცი, ალბათ ძალიან უნდა ჩავბრუნდეთ შიგნით, ხო? საქმე რაში არის, იცით, როდესაც ერი არის ტრავმირებული და ჩვენ ძალიან ბევრი საშინელება გავიარეთ, ასეთ შემთხვევაში რაღაცნაირად გამკლავების ორი გზა არსებობს და ყველას ნახავთ ხოლმე, ხო? ერთი გზა არის თვითგვემა. ზოგჯერ საკუთარი თავისკენ მიმართავს ადამიანი და ზოგჯერ არის რომ ეროვნული თვითგვემა, რომ ჩვენ ხო არაფრის ღირსი ვართ. მეორე არის ამის შებრუნებული ნარცისტული პოზიცია, რომ რაც კარგები ვართ, ქართველები ვართ. მაგრამ პოზიცია არის ასეთი და კვლევები ადასტურებს, რომ ადამიანები, რომლებიც ყველაფერში საკუთარ თავს იდანაშაულებენ, უფრო მეტად არიან მიდრეკილი სუიციდისკენ. და ის ადამიანები, რომლებიც ყველაფერში სხვებს ადანაშაულებენ, გადარჩებიან, იმიტომ რომ სხვებზე არიან მეტად გაბრაზებული. გამომდინარე აქედან ძალიან ხშირად ნახავთ, რომ არიან რაღაც ხმამაღალი ადამიანების კატეგორია, რომელიც ლანძღავს ყველას. ყველასთან პრეტენზია აქვს, რაღაცნაირად ყველას თითებს უქნევს და ამ დროს თვითონ მის ბიოგრაფიას რო დაუკვირდე, არც მაგდენი შრომის ბიოგრაფია აქვს. ჩანან, მაგრამ დიდ არაფერს წარმოადგენენ, ოღონდ სულ ჩანან. მაგრამ ყველაზე გაბრაზებულები არიან. ხო და აი ამისი ბალანსიც არის აუცილებელი, თუმცა შეიძლება რომ ამასაც უყუროთ, რომ ესეც ალბათ მათი თვითგადარჩენის გზა არის, თუმცა ალბათ კარგი იქნებოდა რომ ესეთი ადამიანების დაფიქრებულიყვნენ იმისთვის რომ მეტი სიფაქიზეა სხვების მიმართაც საჭირო რომ იქნებს სხვებიც გადარჩნენ რამენაირად ხო და აქ არის ის რომ კი რა თქმა უნდა გარესამყაროს თუ გარშემო ყველაფერ ძალიან ბევრი მიზეზია რომ დააბრალო ყველას რომ შენს მოვალეობას არ ასრულებ შენს მოვალეობას არ ასრულებ მაგრამ მე იქნებ იმაზეც რომ მოდი მე ჩემს მოვალეობას კარგად შევასრულებ. აი პირველ რიგში დავიწყებთ ხო რომ აი ბალანსირებულად მოვთხოვ რომ რამდენსაც ჩემ თავს ვთხოვ იმის ნახევარს არ ვთხოვ ხოლმე მე პირადად სხვებს. მაგრამ რამდენადაც ჩემს თავს ვთხოვ იმდენი სხვას რომ მოვთხოვო სხვათა შორის ძალიან მკაცრი ქალი უნდა ვიყო მაშინ. და ნუ რა ვიცი მაგრამ რაღაც გარკვეულწილად აი რაღაცნაირად არის რა ეს საჭირო მაინც ჯერ უნდა მოთხოვო შენ თავს არ ნიშნავს რომ თავი იგვემო და წახვიდე რაღაც ხელმოცარულის ან რაღაც რო აი ყველაფერი ჩემი ბრალი არ არის სწორი რაღაც გვაქვს ჩვენ კოლექტიური ბრალიც მაგრამ ნუ მეორე საკითხი არის რომ რაღაცნაირად დალაგება უნდა მოხდეს ამ ყველაფრის თავის ადგილას. კი და მგონია ერთი კიდე რომ გამოხატვის თავისუფლება რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია მაგრამ ალბათ მე ჩემი თავისუფლება მთავრად მე რა ნუ ვიმეორებ სიტყვებს ჩემი თავისუფლება მთავრდება ეგცაც ხვისი იწყება და გამოხატვის ფორმაშიც მგონია რომ ეგ ძალიან გასათვალისწინებელი და ძალიან მნიშვნელოვანია რომ სხვას ნუ დააზარებ ნუ შეეხება იმიტომ რომ სიტყვა ხო ენერგია რეალურად ხო რაღაცა ენერგიას რომელსაც გაუშვებ ის აუცილებლად დაგიბრუნდება უკან და როგორ დაგიბრუნდება კაცი შულმა არ იცის და გავუფრთხილდეთ მაგნაცილს ესე მგონია რომ ძალიან მნიშვნელოვანია. ხო ან მივმართოთ სწორად მიზნობრივად სწორად ხო მაგალითად აი ახლა თუნდაც აი ამ პატიმრების საკითხი თუნდაც რა ვიცი ახლა რაღაცნაირად როდესაც ადამიანები გულგრილად უყურებენ პატარა ბიჭს რომელსაც 10 რა ვიცი იმაში ფარებში ნიღბებში აბჯარში ჩასმული 10 დაკუნთული კაცი წეხლებს ურტყამს და შენ ამ დროს შეგიძლია ამას თვალი არიდო ნუ გამოდი ჩვენ ხო ყოველთვის როცა ძალადობას ვხედავთ ორი ისა გვაქვს ხო ან მსხვერპლთან ვაიდენტიფიცირებთ თავს ან მოძალადესთან ხო და აი უნდა დავიჭიროთ ჩვენ თავში მოძალადე და რაღაცნაირად ეს მოძალადეს ხელი უნდა შევუშალოთ ჩვენს თავში ეს ჩვენ გვაზიანებს ძალიან და ყოველთვის ასეთ დროს ჯობს რომ ეს ჩვენი ადამიანური გრძნობა არ დაიბლოკოს ის რასაც უნდა ნამდვილად პირველ რიგში განგაშტეხდეს ჩვენი ფსიქიკა როდესაც ხედავს ვიღაცის ცუდად ყოფნას გასახმებით აბსოლუტურად ესეც ემოციური ინტელექტია კი ზუსტად ემპათიაზე გადავიდეთ ბევრი მინდა რომ მაგაზე კარგად ახსოვთ მგონია რომ რაღაც არასწორი გაღებები არსებობს ემპათიის ერთადერთი კიდე რას ვიტყვი იცით რომ მე ხშირად მქონია რომ ბრაზი როდესაც არ ვიცი
ალბათ ეს ემოციური ინტელექტი ავიმაღლეთ რა ვქენი არ ვიცი, მაგრამ ბრაზი სამოქმედო ენერგიად გადამიმუშავებია და აი რა თქვით რომ რაღაცა ჩემში დაძრა და მივიღე გავბრაზდი რაღაცას მაგალითად არ ვიცი რაღაც ბულინგი სიტყვაზე ვიწახი რაღაცა მითხრეს რომ რაღაც წავედი გავაკეთე ბევრი რომ დამემტკიცებინა რომ მე აი ესეთი ტრანსფორმაცია მოვახდინე ბრაზის და ჩვენი ბრაზიც ეს კოლექტიური ბრაზი იქნება თუ ქვეყნის ბრაზი იქნება მე ძალიან დიდი სურვილი მაქვს რომ გადავქმნათ რაღაც აი საოცარ სამოქმედო გეგმად რომელიც მოგვიტანს რაღაც რეალურ სიკეთეს რა ეს გადამუშავდეს მიზანში გადამუშავდეს წინსვლაში ხო კი ბატონო ემპათია ვახსენეთ რაღაცა მე ჩავიხედავ დამახსოვრების უნარი არ მაქვს სამწუხაროდ ესეთი რაღაც წავიკითხე რომ არსებობს კოგნიტური ემპათია, ემოციური ემპათია და თანაგრძნობა რაღაც ესეთი ხო კი აი მინდა რომ რაღაც ადამიანებს გონიათ რომ ემპათია არის რომ მიღადა და ვიტირებთ ერთად და მე მოვალ და გეტყვით რომ აი ესე მოიქეცი ისე მოიქეცი აი ეს გონიათ რაღაცნაირად ემპათია კარგად აგვიხსენით რას ნიშნავს ეს ემპათია და რატო გვეშლება ემპათია არ არის ყოველთვის მაინც და მაინც თანამგრძნობელი თავშიც თქვი ეს როცა განვიხილავდით ხო ემპათია არის უფრო მე შენი მესმის, თუმცა მე შენი მესმის დიდწილად გაგება, დიდწილად მაინც განაპირობებს პირველი დიდი ნაბიჯია იმისკენ რომ სავარაუდოდ ამის მერე თანაგიგრძნობ, იმიტომ რომ თუ შენ ჩემთვის გასაგები ადამიანი ხარ, თუ შენი მოქმედება ჩემთვის გასაგებია, წესით რაღაცა თანხოდრაში ჩემთან უნდა იყო. ამიტომ ემპათია თითქმის ნახევარ საქმეზე მეტია. მაგრამ არა 100%-იანი. იმიტომ რომ ემპათია შეიძლება იყოს ასეთიც რომ მე შენი იმდენად კარგად მესმის რომ აი ამის მერე რა სიტყვი ან რა ნაბიჯს გადადგამ უკვე წინასწარ მზად ვარ გელოდები მაგრამ შეიძლება გელოდები როგორც მსხვერპლს რომ აი ხა მე რო ეს ჭადრაკის ფიგურა გადმოვდგი ეხლა ის ამ ფიგურას გადმოდგამს იმიტომ რომ ზუსტად გავთვალე ხო მაგრამ ამაში არაფერი არ არის საერთოდ თანაგრძნობისა თუმცა უმეტეს შემთხვევაში როგორც აღნიშნე ის რომ მე შენი მესმის ძალიან მიყვარს ფილმი ავატარი და იქ ძალიან მიყვარს სიყვარულს როგორ უხსნიან ერთმანეთს მე შენ გხედავ ხო აი თუ მე შენ გხედავ თუ ჩემი გული შენ გულს ცნობს ჩემი გრძნობა შენს გრძნობას ცნობს ერთგვარად აქ უკვე დიდი პოტენციალი გვაქვს ჩვენ თუმცა ემოციური ემპათია რომ ემოციურად მე შენი მესმის კიდევ უფრო დიდწილად შეიცავს იმას, რომ მე შენი თანამგრძნობელი გავხდები. მაგრამ რაც შეეხება კოგნიტურ ემპათიას, აი მან უფრო დიდი სივრცეა დატოვებული იმისთვის, რომ შეიძლება ყველაფერი მესმოდეს შენი. გადასარევად მესმოდეს, შეიძლება იმაზე კარგადაც მესმოდეს, ვიდრე შენ. გესმის, ხო? აი მაგალითად რანაირად, აი მაგალითი ხო? ნუ როგორ ახლა პატარა ბავშვი რო ყავს, ხო? მაგალითად ხო ზუსტად ვიცით, გათვლილი გვაქვს ქცევა, რომ ამას რო ვეტყვი, ამას იზამს, იმას რო მივცემ, ამას იზამს, ხო? რაღაცაებს ჩვენზე უფრო ჩვენ თუ უკეთესად გვაქვს რაღაცა უნარები უკვე განვითარებული, აბსოლუტურად ხელის გულზე ვჭრეტთ რა მოხდება რას. აქედან გამომდინე, მაგრამ ნუ პატარა ბავშვი და ჩვენი ბავშვი და სხვისი ბავშვი საყვარელია, ბავშვი ყველას გვიყვარს უმეტეს შემთხვევაში, ხო? მაგრამ დიდებთან როცა გვურთერთობ, დიდებთან აი მაგალითად როგორც გვექცევიან პოლიტტექნოლოგები, როგორც გვექცევიან რაღაცა ძალაუფლების მოყარე, მით უმეტეს ტირანული ტენდენციების მქონე ადამიანები, ხო? მათ ძალიან კარგად იციან რას მოიმოქმედებს მასა. ამაზე მუშაობენ ისინი, ხო? მეცნიერება არის მთელი. აქედან გამომდინარე, ეს იმას სულაც არ ნიშნავს, რომ მათ ესმით, რომ ჩვენ გადავიჩეხებით, რომ არ უნდათ რომ გადავიჩეხოთ პირიქით, ხო? უნდათ. რა საკვირველია, ხო? ამიტომ აი ეს არის, რომ კოგნიტური ემპათია არ არის აუცილებლად შემცველი იმისა, რომ რადგან მე შენი მესმის, კიდეც გიყურებ კეთილი თვალით და გადავნებ თვალს, რომ აბა აი გვერდით ვიქნები მეც, ხო? კი ბატონო. ეს არის და კოგნიტური ემპათია თუ დაემთხვა უკვე ემოციურ ემპათიას ეს ორი ერთად ძალიან მაღალი შეგრძნება არის იმიტომ რომ მე არსობრივადაც მესმის შენი და ამავდროულად ემოციითაც მოყვები შენ. აი როგორც ბავშვებს რო ვეურთიერთებით, კოგნიტურად ხო მესმის რას გააკეთებს აი ეხლა. მაგრამ
ემოციურად თანამგრძნობელი ვარ. მისი რომ ეს კარგად გამოუვიდეს, კარგად გააკეთოს, აი რაღაც სიყვარულის თვალით უყურებ და ადევნებ თვალს, ხო? ემპათია მგონია რომ რაღაცა მაღალ განვითარებული არცებების თვისება არის ესეთი შეგრძნება მაქვს რაღაცა ყველაზე ადამიანს რაც კი შეგიძლია რომ კონდეს ყველაზე კარგი მგონია რომ რაღაც ეგ არის რა აი როცა უთანაგრძნობ და გესმის ოღონდ კოგნიტურად არა იმართლა ხვდები ადამიანის ტკივილი შეგიძლია რომ შენი განიცადო გაიხადო ტვინის მექანიზმია რა თქმა უნდა იმიტომ რომ ეხა შეიძლება თუმცა რაღაც დონეზე ცხოველსაც აქვს თანდაყოლილია, იმიტომ რომ ორგანულია, აი სარკისებური ნეირონებიდან მიდის სიგნალი. და შესაბამისად სარკისებური ნეირონები თავის თავს აიდენტიფიცირებს, რომ აი ვიღაცამ ვაიმე რო თქვას და ვაიმე შენც გაგივლის ეშრუანტელი, იმიტომ რომ ამ ვაიმეს შენ იცნობ. ანუ თქვენ ჩაგეკითხებით განვითარება კი საკუთარი თავიდანაც გაუმდინარეობს და მე იწურთნება ეს თანაგრძნობა, იწურთნება მე ამას ემატება უკვე შეგნება და რაღაც, მაგრამ აი compassion-ს ან თანაგრძნობას რასაც ვეძახით, საერთოდ არ სჭირდება იმას, რომ ემპათია გქონდეს და გესმოდეს რამე. აი შეიძლება არ გესმოდეს რაღაც მოვლენა, მაგრამ ფიზიკურად აირეკლო ადამიანის ტკივილი და საქმეში გარკვევის საქმეში დიდად გაანალიზების გარეშეც უბრალოდ შენი გული არის მიდრეკილი, რომ აი წახვიდე და რაღაცა ესეც სარკისებური ნეირონების ამბავია? აი რაღაცნაირად შინაგანი ცოდნის ამბავია, განცდის ამბავია და მიდრეკილების რომ დაამარცხო ვიღაცის ტკივილი. შეიძლება კარგად არც გესმოდეს იქ რა ხდება. რამ გამოიწვია ეს ტკივილი, აი ამას ვერც ჭრეტდე დიდად, მაგრამ აი გრძნობდე რომ შენ გინდა რომ ვიღაცას დაეხმარო და გინდა რომ გვერდით იყო. და ეს დასწავლადია? ანუ შემილია მე მაგალითად ვავიმაღლო, ხო? რა თქმა უნდა, აუცილებლად. და ეს თერაპიებით ხდება ალბათ, ხო? არა მარტო ეს ხდება ბავშვობიდან აღზრდით პირდაპირ მაგალითით ოჯახში რა ატმოსფეროა გაბატონებული, ხა თუ კი პატარა ბავშვს მუდმივად ესმის რომ მშობელი არასდროს არავის უთანაგრძნობდა, იყო ჩახა ეგრე უნდათ მაგათ, აბა რა ეგონა პოლიციელს რო სილა გააწნა. ამიტომ მოკვდეს ახლა ციხეში. ახლა ეს თუ ესმის ბავშვს, რა თქმა უნდა მას განვითარდება ესეთი ის რომ მცირედი პაწაწინა წესრიგის დარღვევაც კი მე ამისთვის თუ მოგკლა ვინმე არა უშავს და ყველაფერი ირევა ხო რაღაცნაირად. ამიტომ რა თქმა უნდა იწორთნება, რა თქმა უნდა აი ისიც არის ხო ერთი არის წესრიგი და წესრიგის მორჩილება და მეორე არის რომ ლეგალისტური აზროვნება არ არის მართებული, იმიტომ რომ თვით ლეგალისტური აზროვნება კანონებიც კი იხვეწება კაცობრიობის არსებობის მანძილზე იხვეწება და იცვლება. და კანონი შეიძლება თვითონ იყოს ისეთი უსამართლო, რიგ შემთხვევებში ისეთი არაპროპორციული სასჯელი მოსდევდეს, რომ ამაზე თუ არ იმსჯელეს, თუ გადახედილი არ იქნა კიდევ და კიდევ ასე ბრმად არ შეიძლება ხო ადამიანად იქცა დაეჭვებისგან რომ აი რაღაცაში დაეჭოდეს რომ და ყოველთვის უნდა დაეჭოდეს ჰუმანურობის სასარგებლოდ თუნდაც როდესაც აი ჩვენ რაღაცას გვტკენენ აი ამ დროსაც ძალიან მნიშვნელოვანია დაეჭოდე რომ ხა მომეჩვენა თუ ნამდვილად ეს განზრახვა ჰქონდა აი აქაც რომ დაეჭოდე ხანდახან რომ დავეჭვებულ ვარ და დავფიქრებულ ვარ მე მივხვდარ ვარ ზოგჯერ რომ ისეთი ცუდი განზრახვა კი არ ქონდა უბრალოდ სხვანაირად ურთიერთობა არ იცის და აი ეს გონია რომ რო გითხრა კარგი იყო ან რაღაცა ნაბიჯი რო გადადგა ეს გონია რომ კარგი იყო მეც გადამხდენია აქ და მეც გამიგეთებია იგივე რომ აი შეიძლება რომ ვატკინი ადამიანის ჩემი სიტყვით მაგრამ ნამდვილად არ გინდა არ მინდა და შეიძლება პირიქით ვუფრთხილდებოდი მაგით მაგრამ იმ მომენტში ესეთი გამოხატულებით და ესეთი ვერბალური გადამოცემით მივეცი სათქმელი და ემპათიას აი როგორც ხვდებით თან შეიძლება რომ მოიტყუო ანუ ადამიანი მოვიდა შენთან და მოგაჩვენოს რომ არ ვიცი გითანაგრძნობს ან რაღაცა შვება და მე შეიძლება პირიქით დაგიტრიალდეს ეს ყველაფერი ხო როგორ არა ჩვეულებრივად ესეთი მექანიზმი არის ეგეც კარგი როგორ არა ხო მაგის მეტი რა არის ცხოვრებაში ეგეც ხდება რომ დაგიახლოვდება ანუ აბა რა არის ახლა როდესაც დაგიახლოვდება ადამიანი რომ უკეთესად აღიქვას რა ის გისწავლოს შეგისწავლოს ასე ვთქვათ ხო ხა
ჩვეულებრივი რამეა ცხოვრების თანმდევია და ხა ყველას არც ამისგან არ ღირს ტრაგედიის შექმნა რა. იმიტომ რომ მაინც ჩვენ უნდა ვიცოდეთ რომ მაინც ყოველთვის პროპორციულად ჩვენ უფრო მეტად ვხვდებით კარგ ადამიანებს, პროპორციულად ტყუილიც ნაკლებია ჩვენს ცხოვრებაში, ღალატიც ნაკლებია და აგრესიაც. მე ჩვენ იმას ვიმახსოვრებთ, ხო? იმიტომ რომ მწარეა. ის მწარეა და ერთი გამაფრთხილებელი იმპულსივით მიდის, რომ ტენდენცია გვაქვს რომ კიდე არ დამემართოს და ამიტომ აქცენტირებულად იბეჭდავს ადამიანი, მაგრამ თუ კი ჩვენ მივაქცევთ ყურადღებას ყოველდღიურად, რომ აი დღეების უმეტესობა არავის არაფერი უწყენინებია, არავის თავში არაფერი ჩაურახუნებია შენთვის. მე არ გაუძარცვი ხარ, არ გაუტკეპნი ხარ, რაღაცნაირად მიხვდები, რომ ადამიანების უმეტესობა მაინც უფრო კარგია, ვიდრე ცუდი თუ რაღაცის გამო არ დაკომპენსირდა ახლა მთლად და მხეცად არ გადაიქცა. კიდე ბატონო, ერთი კითხვა მაქვს. ემოციური ადამიანი, ესე რომ ამბობენ ხოლმე რა. ემოციური ადამიანობა რაღაცნაირად არ ნიშნავს, რომ ანუ არ ხარ მაღალი ემოციური ინტელექტის მქონე. მაგალითად, მე ემოციური ადამიანი ვარ ძალიან და რა ვიცი, ძაღლი რო ჩაივლის მაგაზე მეტირება, უბრალოდ იმიტომ რომ შეიძლება საყვარელი იყოს ან საცოდავი იყოს და ვიტირო, რაღაც მქონია მომენტი, მზე ამოვიდა და ვუყურებ ესე და რა კარგი დღე და მეტირება. ანუ ხვდებით რას ვამბობ და მეორეს მხრივ შეიძლება ძალიან ემოციური ის მქონდეს უცებ რაღაცაზე გაუბრასდე ესეთი. ანუ ემოციური ადამიანი რას ნიშნავს? რომ აქვს ემოციები და ეს ემოციების ქონა არის თუ არა ემოციური ინტელექტთან რამე უთანხმოებაში. ადამიანი იმიტომ ადამიანი რომ აქვს ემოციები, თორე იქნებოდა ჩემი სარეცხის მანქანა. ერთგული თუხთუხა და თანაბარი. უშეცდომაც. ასე რომ ემოციები ეს თავისთავად არსია ცოცხალი არსების და მით უმეტეს ადამიანის მრავალფეროვანი ემოციები. მაგრამ ნუ ემოციური ინტელექტის მთავარი საკითხი ის არის, რომ თუ ეს არის დაურეგულირებელი და თუ რაზეც უნდა გიხაროდეს იქ გწყის და რაზეც გასაბრაზებელი არ არის ჭარბი რეაქცია, რა თქმა უნდა ეს არის რომ აქ ჩვენთან აღიქვება რომ ემოციური ადამიანია, რომ ვინც ჩხუბობს, ვინც ვერ კონტროლი არ აქვს, ხო, ნუ ეს ემოციური ადამიანის ადამიანი თუ სულ ჩხუბობს, რაღაც პრობლემა აქვს, ხო? ხო. სულ თუ ჩხუბობს, სულ თუ გაღიზიანებულია, პრობლემა აქვს. კი ბატონო. ამიტომ ნუ მანაც უნდა იფიქროს თავის პრობლემაზე და ჩაეძიოს, რომ რატო აქვს ეს პრობლემა და რაღაცნაირად ცვლილება მოხდეს ამ ყველაფერში. კი, საკუთარ თავში ჩაკვირვება ისევ და ისევ. თორე დროდადრო, როგორც თქვით, ბრაზიც არის აუცილებელი. კი ბატონო, ერთი, ნუ ბევრი ის არის კომპონენტი, არის ხა მე რაც წავიკითხე სტრესის მართვა, ეჭვმოსავლის ცალკე ეპიზოდი გვაქვს და შეუძლია ჩემს მაყურებელს რომ უყუროს. მაგაზე არის ასე ვთქვათ, ჩავიკიტები ისე. ორი რაღაც მინდა რომ განვიხილოთ, ოპტიმიზმი და ადაპტაცია. ოპტიმიზმი არის თუ არა ემოციური ინტელექტის შემავალი ესეთი მთავარი კომპონენტი და რას ნიშნავს ოპტიმიზმი? ნებისმიერ ჩემს ცხოვრებაში მომხდარ მოვლენას როცა ვუყურებ ოპტიმისტურად, აი მივხვდით ხანდახან გაუგებარია ხოლმე, აი სულ მომღიმარი ადამიანი რანაირად შეიძლება იყოს. აი რა ოპტიმისტი, სულ ოპტიმისტი შეიძლება იყოს. მომღიმარი ადამიანი შეიძლება იყოს მისი კულტურული მედიატორი, მისი ადამიანებთან ურთიერთობის ფორმა. და სულაც არ ნიშნავს ეს, რომ მას შეიძლება არეტირება, თუნდაც იმ მომენტში, როცა გიღიმის, ხო? კი, ერთ მაგალითს ვუყო, მაპატიეთ შეგაწყვეტინებთ. ჩემმა ერთმა დიდმა მეგობარმა მომეყვარა, მეუღლე გარდაიცვალა და მასე რო ქვია, პანაშვიდებზე იცო ქუსლები, იმიტომ რომ ესე შემდგარი რო იყო, ეს ხეულს არ ვკარგავდიო რა, უფრო მაწყობში მქონდაო და გაღიმებული ვიჯექიო, ესე ვიჯექია, ეს იყო ჩემი გამოხატულების ფორმაო და ხალხს შეიძლება ეგონაო, რომ ესო ვერ არისო. მეუღლე გარდაიცვალაო და ესე ზისო. ამიტომ ხო, ეგ არის რომ მან თავისი სხეული დაიჭირა ქუსლებით. მაგრამ ზოგჯერ ადამიანები უბრალოდ სხვასთან ამყარებთ აქვთ საკუთარი ფორმა, რომლითაც ურთიერთობენ სხვასთან და ისინი თვლიან, რომ ზოგს მიაჩნია, რომ იცი რა, მოვალეობაა, რომ ვიღაცა შეუქმნა
კომფორტული გარემო მოვალეობაა, რომ ვიღაცაში არ გადაღვარო რაღაც შენი დარდი, ვიღაცა ფიქრობს, რომ პირიქით ადამიანებთან ურთიერთობა იმისთვის მინდა, რომ გავუზიარო რაღაც და ვაჩვენო ჩემი დარდი, ან ხან ვაჩვენო, ხან მისი მოვისმინო და ასე შემდეგ, ხო? მაგრამ ისევ და ისევ აუცილებლად ვიტყვი ამას, რომ ემოციური ინტელექტი ცალკე ასე განცალკევებით არ მუშაობს, იმიტომ რომ ემოციას არ აქვს თავისი აბსტრაქტული აზროვნების კატეგორიები, ხო, აბსტრაქტული აზროვნების კატეგორია აქვს ჩვენს ცნობიერებას. შესაბამისად, ოპტიმიზმი არის აბსტრაქტული კატეგორია. ოპტიმიზმი, პესიმიზმი, პატრიოტიზმი, აი ნებისმიერი რაღაცა ცნება, რომელიც ჩვენმა ფსიქიკამ შეთხზა როგორც ორიენტირი თუნდაც, ხო, მიმართულება რაღაც ჩვენი გრძნობების, ეს არის ის, რომ სახელს ვარქმევთ ადამიანის პოზიციას და ძალიან ბევრი რამ მონაწილეობს ამ პოზიციის ჩამოყალიბებაში. ოპტიმიზმი არის პოზიცია, ხო? და აი ეს პოზიცია მნიშვნელოვანია ბავშვობიდან მოყოლებული. ადამიანი რამდენად ავტორიტარულია რამ ხრივ, ანუ არ ვიცი რამდენ სწორად ხმარობ ახლა ამ სიტყვას, რომ რამდენად შეუძლია ბევრი რამ აიღოს საკუთარ თავზე. ჩვენ რაც უფრო მეტი რამის აღება შეგვიძლია საკუთარ თავზე, მით უფრო ოპტიმისტები ვართ, იმიტომ რომ გვაქვს განცდა სიტუაციაში ნავიგაციის, რომ მე მიჭირავს თითქოს საჭე დიდწილად, კი, გასაგებია იქ შეიძლება რაღაც აყირავდეს, რაღაც გადაყირავდეს, მაგრამ შენი გამოცდილება, როცა მოქმედებაში ხარ ადამიანი, გეუბნება, რომ იცი რა, აქეთ არ გამოვა, აი მოდი აქეთ გავუხვიოთ და იქნებ აქ ვიპოვოთ უდაბნოში, რომ მივდივართ, აი არ ვიპოვე ხო აქ წყალი, მაგრამ მოდი ახლა იქით გავუხვევ და იქნებ იქ აღმოვაჩინო ეს წყალი. აქედან გამომდინარე, ადამიანი გადამტვრეული არ უნდა იყოს, მისი ნება არ უნდა იყოს წართმეული და ყოველთვის ასეთ შემთხვევაში მას უკვე გამოცდილებაში უგროვდება და გამოცდილებაში დაგროვება იმასაც ნიშნავს, რომ შენ შეიძლება 11 ჯერ ტყუილა დააკაკუნო კარზე, 30 ჯერ არასწორი გზით წახვიდე, მაგრამ ოპტიმიზმი არის ის, რომ ითვალისწინებს იმასაც, რომ აუცილებლად ბევრი მარცხის შემდეგ დგება წარმატება. და პესიმისტები ცოდნას რეალურად აფუძნებენ იმ გადატეხილობაზე, რომელიც ინდივიდუალური ტრავმების გამო აქვთ და შემდეგ იმაზე, რომ აი პირველივე მოთხოვნაზე, პირველივე მცდელობაზე, რომ აი დავაკაკუნე და აჰა, ხო თქვი არ გამიღებენ თქო. წინასწარ დასწავლი განსაზღვრული წარმოდგენა. არა, მას უმტკიცდება აი ეს უიმედობა, რომელიც დაადასტურა, იმიტომ რომ ერთ დაკაკუნებაზე არ იყო პასუხი. მაგრამ რო დააკაკუნებინა 20 ჯერ, აუცილებლად ვიღაც გახსნიდა ამ გარს. კი ბატონო, ერთი რაღაც მინდოდა რომ მეთქვა და გამომცე და გავიდეთ ბოლოსკენ. აი, ემოციების გამოხატვაზე როცა ვლაპარაკობდით რა მაშინ. მე მქონია ეგეთი მომენტი, რომ აი საკუთარი თავისთვის უფლება არ მიმიცია ემოციის გამოხატვის და რაღაცნაირად ჩამიკეტია ჩემ თავში ეს ემოცია და მე ყოფილი ადამიანი შემხედრე ცხოვრებაში, რომელმაც ესე უბრალოდ მითხრა და აი მითხარი რა გჭირს, ანუ როგორ ხარ და აი ყველანაირი განსჯის გარეშე მოსმენა, ყველანაირი შეფასების გარეშე მოსმენა და უბრალოდ მოსმენა მგონია რომ ძალიან მნიშვნელოვანი არის ადამიანებისთვის და დღევანდელ დღეს როცა რა ვიცი ძალიან დიდ სტრესში ვართ ისედაც და ყველანაირად დაასედაც მინდა რომ ჩვენ ეგ უნარი რაღაცნაირად გამოვიჩინოთ. მე მგონია რომ ყველას გვაქვს ეგეთი რაღაცა და შევძლოთ რომ ადამიანებს მოვუსმინოთ განსჯის გარეშე და რეალურად გავიგოთ რა ჭირთ. აი თქვენ როგორც ამბობთ რა და შეიძლება მე გამოვხატავდე ბრაზს, მაგრამ ჩემი ბრაზის უკან შეიძლება რაღაც ისეთი დგას, რომ წარმოდგენა არ მაქვს რა და მაგალპარაკში მივხვდე რეალურად რაში იყო საქმე და ეგ ძალიან დიდი მგონია რომ ემოციური ინტელექტის ერთ-ერთი დამახასიათებელი, როცა შენ შეგიძლია ადამიანს და ემპათიის ალბათ განსჯის გარეშე და ყველანაირი ქვეტექსტების გარეშე უსმენო და უბრალოდ ათქმევინო რაღაც რის თქმაც უნდა. კი, ეს ზოგადი ინტელექტის საკითხია, რომელიც ხან გვალატობს ჩვენც, მაგრამ ამიტომაც ხოთა შორის ფსიქოთერაპიის სერვისი თუ რაღაცა ის სწორედ ამ შეიძლება ადამიანს სულაც არ აწუხებდეს რაიმე მძიმე პრობლემა, მაგრამ სრულიად
სტაბილური ფსიქიკური ჯანმრთელობის პირობებშიც კი სწორედ ეგ გვაკლდეს, იმიტომ რომ საერთოდ ჩვენ როდესაც ადამიანებს რაღაც ჩვენს ტკივილს უზიარებთ და გვიზიარებენ, ეს არის პატივისცემა, თუ კი ადამიანები რამეს გვიზიარებენ, ეს არის უდიდესი პატივისცემა, ნდობა და ზოგჯერ მეგობრების წრეში, ზოგჯერ არის ხომ ეს აღქმული არა როგორც პატივისცემით კი არ იღებს ამას, არამედ როგორც პრივილეგიას თუ რაღაც იწყებს რჩევების მოცემას, იწყებს შენს ტყავში შემოსვლას, რაღაცნაირად მენტორულ ტერიტორიაზე გადასვლას, ხო? ხო და რა თქმა უნდა, მთელი ჩვენი ერი ხშირ შემთხვევაში ვართ ასე მენტორობაზე გადასული და ჭკუის სწავლებაზე და რაღაცნაირად ვერ პოულობთ ხოლმე ზღვარს, სადაც შეიძლება რომ გადაკვეთის წერტილი პირიქით ხიდები გავდოთ და რაღაცეები შევაწეპოთ და არა ის რომ ჩამოვანგრიოთ ეს მართლა მრავალტანჯული ერი საუკუნეების მანძილზე და უახლოეს ისტორიაში კიდევ და დავიწყოთ ჩვენი თავით, ხო? პირველ რიგში. დავიწყოთ ჩვენი თავით, ხო, თუმცა ხა ისეც არის რომ არ შეგვიძლია რომ ვიყოთ დალაი ლამებივით გაფრთხილებულები და ისინი აგერ ხო ხედავთ სასულიერო პირებიც კი მრისხანებენ და ყურებს გვახევენ და დრო და მით უმეტეს ამ სტრესულ ცხოვრებაში ხა შეიძლება ის ვერ შეძლო ყოველთვის ყველა სივრცეში ყოველ, მაგრამ თავარი რომ აი ტენდენცია, პოზიცია გქონდეს იმისი რომ შემწყნარებლური და მაინც მიდრეკილი იმისკენ რომ იქნებ გავიგო. იქნებ ასე ცუდად არ არის საქმე. გეთანხმებით. მე კიდევ დიდხანს გავაგზავნებდი თქვენთან საუბარს, იმიტომ რომ საოცრად სასიამოვნო, მაგრამ ვიცი რომ თქვენ რაღაც განსაზღვრულით რო გვაქვს. არა, მე მაყურებელს ვფრთხილდები ამოდენა ვიდეოს თუ მე ზუსტად ვიცი რომ დაიწერა კომენტარები რომ არ იყო ეს ყველაფერი საკმარისიო. ამ სიგრძე ვიდეოს მოიწვეს ძალიან დიდი პატივია და უღრმესი მადლობა პირადად ჩემგან. აი მთელი გულით მადლობა, იმიტომ რომ სადღა ამდენი ნერვი, ამდენი დრო. კი ბატონო, ბოლოს ესეთი ის გვაქვს როგორც გითხარით რუბრიკა შემდეგ სტუმარს და მაყურებელს დაუტოვოთ რაიმე კითხვა. შემდეგი სტუმარის ვინა არ იცით, მე კი ვიცი, მაგრამ არ ვიძახი მხოლოდ რომ მგონია რომ არ არის საჭირო რომ იცოდნენ ადამიანებმა რა უნდა კითხოთ. და მაყურებელი, რომელიც ძალიან აქტიურად წერს პასუხებს ხოლმე უკითხვებს. Ისე კი შემდეგ სტუმარს კითხეთ როგორ ხარ, როგორ თქო. ოღონდ ინტონაციას გააჩნია, არა, ისე კი არა როგორ ხარ კარგად თქო. არა, როგორ ხარ, როგორ და მე ნამდვილად უნდა მოყვეს, ოღონდ როგორ არის. გიждები იმ ანეკდოტზე გურული რო ხდება ვიღაც ნაცნობს და ისე კითხება როგორ ხარ. ხო ხარ ხა ღირსი დავждე და მოგიყვა როგორ თქო არა. სუსტად. აი ასე. კი ბატონო, და ღირსად გწნოს და მოგვიყვეს როგორ არის. აუცილებლად და წიგნი დაგვიტოვეთ. თუ გახსენდებათ რაიმე წიგნი, რომელიც ბოლოს წაიკითხათ, ან გინდათ რომ გაუზიაროთ მაყურებელს და კარგი იქნება რომ წაკითხული კონდეთ. საერთოდ ესე გაუზიარო წიგნი, არ ვიცი, ყველა ადამიანს აქვს თავისი ინტერესი. საერთოდ მე წიგნების კითხვა დავიწყე ესე, ბებია ჩემი ტასიკო, კითხულობდა დიდ წიგნებს, რომლებსაც ეს სამკუთხედად ჩაკეცავდა ხოლმე და რომ მე იქიდან გაეგრძელებინა. და მე ვშლიდი აი ამ წიგნს, იქ სადაც სამკუთხედად იყო ჩაკეცილი და ვკითხულობდი ერთ აბზაცს. ან რა თუ გამიტაცებდა ეს ერთი აბზაცი ვიწყებდი მერე თავიდან. და ზოგადად ეგ არის ჩემი მეთოდი, რომ წიგნს გადმოვიღებ ხოლმე და როგორც იმაში ფილმებში რო არის, აი ტრაილერებს რო აჩვენებენ, ხო? აი ესე გადავშლი რამდენიმე ადგილას და თვალს ჩავკრავ ხოლმე და რამდენიმე წინადადებას წავიკითხო. თუ რომელიმე წინადადება წამომედო, მე უკვე ვიცი რომ ეს წიგნი უნდა წავიკითხო და მე მგონი ყველა ადამიანი აი ასე უნდა გაყვეს, წიგნის მაღაზიაში უნდა დადგე. სათაურმა და გაინტრიგა თუ ავტორმა ხედო და ეს არის უტყუარი გზა. ბევრჯერ მიყიდი ეს. იმიტომ რომ აი ვიღაცის ხათრით წაკითხული, ვიღაცის რჩევით წაკითხული არა. ეს შეიძლება მხოლოდ ბავშვურ ასაკში დედამ თაროებზე დააწყოს ასაკობრივად განსაზღვრული წიგნები, რომ აი ლექსიკის, შრიფტის იმის მიხედვით რა ასაკის ბავშვს ის წაკითხვა შეუძლია. მაგრამ ძალიან დაძალებით და ესე შენი გეგმით პატარა ბავშვსაც კი არ უნდა წააკითხო არაფერი. თუმცა შეიძლება რომელიმე წიგნი განიხილო, მაგრამ რატომ ვურჩევ მაგალითად ამ ავტორს, რატომ ვურჩევ პიტერ ჰანდკეს?
ხო რაღაცნაირად მაშინა მოყვე რატო ურჩევ რას უნდა მოელოდეს იქ ადამიანი თუ თქვენი ბოლოს საკითხული წიგნი სულ ბოლოს საკითხული წიგნი იყო პროფესიული და მგონია ვინმეს მოეწონოს. კარგით, მე მაშინ თქვენ წიგნი. სულ ბოლოს იყო ჰიუმანის არქეტიპული ფსიქოლოგია და ძალიან საინტერესო და გადასარევი, მაგრამ ხო არა მგონია რომ ბევრს მოეწონოს. კი, მე ვურჩევ, შემიძლია ესე ვთქვა პირდაპირ, არ მაქვს პრობლემა. თქვენი წიგნი, თუ ვინმე საკითხული არ გაქვს, არ ვიცი არსებობს თუ არა კიდევ, ანუ გაყიდვაში ალბათ არსებობს, მაგრამ წაიკითხეთ ხალხო, ძალიან სიამოვნებთ და არსებობს თუ არა. მიიღებს სიამოვნებას. თუ არ არის, შემიძლია ერთ-ორ ადამიანს გათხოვოთ. ძალიან დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა მასპინძლობისთვის. მადლობა. რა კარგი მაგიდა ის იტალიურ ფილმებში, იმაში რო არის ჭირვებლის მორჯულებაში ორნელა მუტი და ის რო ჭამდა. და პუტინი რო იღებს კიდე კაცვენებს ახლა. რატო დამსვით ასე შევერს? ვიშევსვით. თუ მოგეწონათ ეს ეპიზოდი, შეგიძლიათ მხარდაჭერა გამოხატოთ დონაციით. დონაციის დეტალები არის აღწერაში და შეგიძლიათ ნახოთ. ასევე მხარდაჭერა შეგიძლიათ გამოხატოთ ვიდეოს მოწონებით, კომენტარის დაწერით და ვიდეოს გაზიარებით. ეს არანაკლებ მნიშვნელოვანია. მადლობა.